რუსეთის დასუსტებამ 90-იან წლებში შესაძლებლობის ფანჯარა გააჩინა მისი მეზობლებისთვის, რომ თავი დაეღწიათ რუსული გავლენებისგან. უკრაინაში შეჭრის მეხუთე წელს ასეთი შესაძლებლობის თავიდან გაჩენა სულ უფრო რეალისტური ხდება. თქვენ უყურებთ პოდკასტს როგორ და რატომ და მე მისი წამყვანი ერეკლე შუბითიძე ვარ. დღეს შევადარებთ თანამედროვე და 90-იანი წლების რუსეთის მდგომარეობას, ვისაუბრებთ თუ რამდენად რეალისტურია ახალი შესაძლებლობის ფანჯრის გაჩენა და რამდენად მზად არის საქართველო ამისთვის. ამ მიმართულებით დღეს ჩემი სტუმარია GeoCase-ის ანალიტიკოსი, ჯერ საქართველოს პოლიტსაბჭოს წევრი და ყოფილი დიპლომატი ნიკოლოზ ხატიაშვილი. შეგახსენებთ, რომ სიმართლე გაცილებით უფრო რთულად ვრცელდება ვიდრე დეზინფორმაცია, ამიტომ გთხოვთ მოიწონოთ ჩვენი ვიდეოები, გამოიწეროთ ჩვენი YouTube-ის არხი, ქვემოთ კომენტარებში დაგვიწეროთ თქვენი მოსაზრებები და დაგვეხმაროთ, რომ ხმა მივაწვდინოთ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს. დიდი მადლობა, რომ გვიყურებთ. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ვფიქრობ ძალიან საინტერესო თემაზე უნდა ვისაუბროთ. ახლა მინდა რომ რაღაც ესეთ ფორმულაში ჩავსვათ ყველაფერი. ბოლო პერიოდში ვუყურებთ გაძლიერებულ დარტყმებს რუსეთში, ამას შესაბამისი რეაქციები აქვს თითქოს შიგნით რუსეთის პოლიტიკურ ელიტაშიც, ვაენკორების წრეშიც არის კონკრეტული ძვრები, იგრძნობა თითქოს რომ საზოგადოება გრძნობს უკვე რომ რეალურად ომი არის, აღარ არის სატელევიზიო ომი, რასაც რამდენიმე წელი უყურებდნენ სერიალებით, ეს მათ ქალაქებში, მათ სახლებში ხდება. შესაბამისად ძალიან საინტერესოა შევხედოთ სიტუაციას შემდეგ ჭრილში. ხშირად ამბობენ, რომ რუსეთი ნელ-ნელა უბრუნდება 90-იანებს, ან უბრუნდება იმ პოლიტიკურ სიტუაციას, რაც 90-იანებში იყო, რაც ადრე თუ გვიან მიგვიყვანს მის კოლაფსამდე. მოდი შევხედოთ რუსეთს 90-იან წლებში, რა პრობლემები იყო მაშინ, რაზე იდგა რუსეთი, შემდეგ პუტინმა რა გააუმჯობესა ამ ყველაფერში, რა შეცვალა. სტაბილურობა რითი მოიპოვა და უკვე დღევანდელ შემთხვევაში უკრაინაში შეჭრის შემდეგ ეს ყველაფერი რაც პუტინმა შექმნა 2000-იანებში ძირი ეთხრება ამას, პრობლემები იქმნება თუ სხვა მიმართულებით მივდივართ. ამიტომ ვფიქრობ ძალიან საინტერესო იქნება დავიწყოთ თვითონ 90-იანებით და გავაანალიზოთ რუსეთის მდგომარეობა 90-იანებში. რა ხდებოდა, როგორ ხდებოდა და როგორ იყენებდა ამას რუსეთის სამეზობლო, მაგალითად ბალტიის ქვეყნები. მოგესალმებით პირველ რიგში. ნამდვილად 90-იანი წლები საბჭოთა კავშირის ბოროტების იმპერიის დანგრევამ რეალურად ახალი ძალთა ბალანსი ჩამოაყალიბა მსოფლიოში გეოპოლიტიკური თვალსაზრისით და როგორც დადებითი პროცესები მოყვა ამ ყველაფერს, ასევე უარყოფითი პროცესებიც მოყვა ამას და შესაბამისად ძალიან ზოგადად საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარებისთვის ეს არის ძალიან საინტერესო პერიოდი, იმდენი რამე მოხდა, შეიცვალა სიტუაცია, ვთქვათ, როდესაც ამდენი წლის განმავლობაში ცივი ომი გრძელდებოდა, ხო, დასრულდა ეს ცივი ომი. ფაქტობრივად ბიპოლარული სამყაროდან მსოფლიო გადავიდა ერთპოლუსიან სისტემაზე, სადაც ამერიკა გახდა დომინანტი ქვეყანა. ბევრი ადამიანი ამას იმედით უყურებდა, ამას არ განიხილავდნენ მხოლოდ სამხედრო ჭრილში, ამას განიხილავდნენ ასევე როგორც დემოკრატიის გამარჯვებას ავტორიტარიზმზე. ფუკუიამას ცნობილი თეორია მინდა მოვიყვანო მაგალითად, ხო, ანუ ყველას ეგონა რომ საბჭოთა კავშირის დასრულებით დასრულდებოდა მთლიანად ზოგადად ეს საბჭოური სისტემა, კი რა თქმა უნდა ჩინეთი და სხვა კომუნისტური რეჟიმები არსებობდნენ, მაგრამ საბჭოთა კავშირი მაინც სხვა ტიპის გაერთიანება იყო ძლიერი და შესაბამისად საბჭოთა კავშირის დაშლამ ხო გააჩინა ასე ვთქვათ ვაკუუმი საერთაშორისო სისტემაში, რომელიც ბევრმა ქვეყანამ კიდევ ბალტებმა სათავისო ძალიან კარგად გამოიყენეს, ხო? უშუალოდ დაშლის შემდეგ რუსეთში ნამდვილად ძალიან ძიმე სიტუაცია წარმოიქმნა ყველა მიმართულებით, ეს იქნებოდა ეკონომიკა, ეს იქნებოდა სამხედრო მრეწველობა, ეს იქნებოდა ვთქვათ იგივე იდეოლოგიური მომენტი, ხო, ანუ საბჭოთა კავშირის დროს როგორი რევიზიონისტური და იმპერიალისტური ამოცანები ჰქონდა რუსეთს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ამოცანები კვლავ დღის წესრიგში ჰქონდა, რუსეთის მთავარი პრობლემა იყო ამ თავის ძალის პროეცირება. ხშირად ამბობენ ხოლმე, აი ადარებენ 90-იანების რუსეთს, თითქოს აი ხმალი გაქვს, მაგრამ ამ ხმლის დამჭერი არავინ არ არისო რა, რაღაცა ესეთი მომენტი შეექმნა, ანუ რუსეთს რეალურად რესურსები ჰქონდა, თუმცა არ ჰქონდა სისტემა, არ ჰქონდა ინსტიტუციური
ფინანსური მოწყობა იმისთვის, რომ ემართა სახელმწიფო და მაშინ ძალიან ძიმე სიტუაცია შეიქმნა იგივე აი პრივატიზაციის კუთხით რო დაიწყო ყველა ზღვასის მასობრივი პრივატიზაცია 90-იანების დასაწყისში ხო არ იყო მარტივი აი საბჭოთა სოციალისტური ეკონომიკური სისტემიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა. იმიტომ რომ ვითომ დაიწყო საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა რუსეთმა, მაგრამ ამავდროულად არ ქონდა ინსტიტუტები, რომლებიც უზრუნველყოფდნენ საბაზრო ეკონომიკის მუშაობას. იგივე აი მრეწველობის მაგალითი მინდა მოვიყვანო საბჭოთა კავშირის დროს მაგალითად აი სიტყვაზე რუსეთი უშვებდა რაღაც ტელევიზორ რუბინს ხო? ამ ტელევიზორის კომპონენტები ზოგი წარმოებოდა ყაზახეთში, ზოგი წარმოებოდა სხვა ქვეყნებში, შეიძლება რაც საქართველოში დეტალი წარმოებული იყო იგივე მანქანებზე, ხო? ანუ შექმნილი იყო კონკრეტული რაღაც მიწოდების ჯაჭვი, რომელიც სხვადასხვა რესპუბლიკაში წარმოებოდა და შემდეგ ამის აკუმულაცია ხდებოდა იგივე რუსეთში ან სხვა ქვეყანაში და საბოლოო პროდუქტი ხდებოდა და ამ პირობებში როდესაც დაიშალა ეს ქვეყნები, ხო? ანუ რუსეთს აღარ ქონდა იმის საშუალება, რომ ეს ჯაჭვი აღედგინა და მრეწველობაში სერიოზული პრობლემები შეექმნა. Plus ამას ჯარის კუთხით ხო ანუ მთლიანად ცივი ომის პერიოდის განსაკუთრებით დასასრულს მთელი ეკონომიკა იყო მიმართული სამხედრო მრეწველობისკენ და სამხედრო განვითარებისკენ, იმიტომ რომ ცივი ომის რეჟიმში ამას შეიარაღების ბოლოაც მოყვებოდა და აქედან გამომდინარე ეს ასე ვთქვათ ეს პროცესი საბჭოთა კავშირის შემდეგ შეჩერდა, რუსეთს დარჩა ბირთვული შეიარაღება, მაგრამ ამ შეიარაღებას სჭირდებოდა მენეჯმენტი და რესურსები, რომ შეენახათ. ნუ არსებობს რაღაც მოსაზრება, რომ კულუარულად ამერიკაც კი ეხმარებოდა რუსეთს იმისთვის, რომ ფინანსურათო რომ შეენახაო ბირთვული იარაღი, იმიტომ რომ ბირთვული იარაღი შენახო გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული და იმ დროს რუსეთს ნამდვილად არ ქონდა იმის შესაძლებლობა, რომ თავისი ხარჯებით ეს ბირთვული შეიარაღება შეენახა. მეორე მომენტი იყო ის, რომ უცბად სოციალისტური ეკონომიკური სისტემიდან, როდესაც ყველაფერი ცენტრალიზებული არის, რუსეთი ვერ ახერხებდა პირველ ეტაპზე გადასახადების ამოღებასაც, დაწესებასაც, აი ფას წარმოქმნასაც ვერ ახერხებდა, იმიტომ რომ არანაირი გამოცდილება არ ქონდა და ეს ასე ვთქვათ პერიოდი, ეს ვაკუუმური პერიოდი ძალიან ქაოსურად აისახა უშუალოდ რუსეთის შიდა პოლიტიკაზე. პრივატიზებას მოყვა ოლიგარქიული ჯგუფების და სხვადასხვა ტიპის ეკონომიკური ჯგუფების გაძლიერება. რეგიონებში ძალიან საკმაოდ მძიმე სიტუაცია იყო იმ კუთხით, რომ ცენტრალური ხელისუფლებას ძალიან უჭირდა რეგიონების კონტროლი. ფაქტობრივად გაფართოებული ავტონომიის პირობებში ცხოვრობდნენ რეგიონები, არ ხდებოდა ვთქვათ შემოსავლების ოფიციალური შემოსავლების მიღება. და ყველა ეს მომენტი რაღაც გარკვეულ турბულენტობას ქმნიდა, იყვნენ პოლიტიკური და ეკონომიკური ჯგუფები, იგივე ოლიგარქები, რომლებიც ერეოდნენ პოლიტიკის შემუშავების და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. რუსეთის ხელისუფლება იმ დროს ვერანაირად ვერ ახერხებდა რაღაც კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებას, იმიტომ რომ ამის რესურსი არ ჰქონდა ინსტიტუციური და შესაბამისად ასეთ სისტემაში იმყოფებოდა რუსეთი. ხშირად აი მაგალითი მომყავს ხოლმე მაგალითად რაიმე საწარმო იმის მაგალითად თქვა ბიუჯეტში შეიტანა კონკრეტული თანხები, რაღაც ბარტერული ხელშეკრულებით ახდენდა ანგარიშწორება სახელმწიფოსთან, ხო? ანუ შეიძლება ეს მატერიალური გზით ყოფილიყო და არა ფინანსური გზით. პლუს ამას ბევრი ფინანსური ტრანზაქცია ხდებოდა, ასე ვთქვათ, ხელზე ქთამის მიცემი და ბუნებრივია ამ პროცესს კორუფციას თანსდებდა. და აქ ყველაზე საინტერესო არის გეოპოლიტიკური მომენტი, ხო? ანუ ამ პერიოდში უკვე რუსეთი აღარ არის არ აქვს იმის საშუალება, რომ თავისი იმპერიალისტური პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა აწარმოოს, იმიტომ რომ პარალელურად რუსეთი ხვდებოდა, რომ მას ესაჭიროებოდა დასავლეთის მხარდამჭერა და დაახლოებით 99 წლამდე ალბათ რუსეთი მეტწილად დამოკიდებული იყო ისეთ ინსტიტუტებზე, როგორიც არის თქვა სოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და ასე შემდეგ. რუსეთს ესაჭიროებოდა სესხები დაახლოებით ალბათ 20 მილიარდ დოლარამდე ქონდა აღებული ამ პერიოდის განმავლობაში რუსეთს, რომ მოეხთინა თავისი ასე ვთქვათ ინსტიტუციური განვითარება და ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი რაც იყო ეს ჯარში იყო ძალიან მაღალი დონის დემორალიზაცია. ეს ომის ეკონომიკას რასაც ეძახიან უკვე ვეღარ იხარჯებოდა საკმარის თანხების შესყიდვებზე, უფრო მეტიც იყო შემთხვევები, როდესაც ეს გენერლები, იგივე ცივი ომის გენერლები ახდენდნენ იარაღის რეალიზაციას მესამე ქვეყნებში იმისთვის, რომ რაღაც შემოსავალი, პირადი შემოსავალი მიეღოთ და მოკლედ ფაქტობრივად ჯარშიც ძალიან არაჯანსაღი სიტუაცია იყო და ფიზიკურად მიუხედავად იმისა, რომ ამ 90-იანამდე მოყოლებული პოსტსაბჭოთა ქვეყნების ინტეგრაციული პროცესები დაიწყო ევროკავშირსა და ნატოში, ეს რა თქმა უნდა რუსეთის ინტერესებში არ იყო და რუსეთი ამის წინააღმდეგი იყო, მაგრამ რუსეთს არ ქონდა იმის რესურსი, რომ ამის რეალური წინააღმდეგობა გაეწია და იგივე ბალტიის ქვეყნებს და პოლონეთსაც ხო ინტეგრაციის ფასი ძალიან დაბალი იყო. აქედან გამომდინარე
ეს ამ ძალის პროექცირებას რო ვერ ახერხებდა რუსეთი ძალაუნებურად ვერ დგავდა ისეთ ნაბიჯებს რომელთაც ის ჩაერეოდა რომელიმე ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში და ხელშეუშლიდა მათ ინტეგრაციას იგივე ბალტების და პოლონელების. საინტერესოა ამ ეს პერიოდი ემთხვევა საქართველოს პერიოდს ჩვენი 90-იანი წლები იყო ჩვენ მქონდა აფხაზეთის მიმართულებით სერიოზული კონფლიქტი ამისთვის მოიცალეს კი, ნუ რუსებმა შეიძლება ითქვას რომ საქართველოს მათთვის უფრო სხვა სტრატეგიული მნიშვნელობის არის ვიდრე ბალტიის ქვეყნები კი შეიძლება არ ქონდათ შესაძლებლობა ყველა მიმართულებით ერთდროულად ემუშაოთ მაგრამ ამ კალკულუსში შეიძლება ითქვას რომ მათ აწონდაწონეს და იფიქრეს რომ რა რესურსიც აქვს ჯობია ამ რეგიონის შენარჩუნებაზე გამოიყენონ ვიდრე სხვა რეგიონის აქ რა თქმა უნდა ჩეჩნეთის ომსაც აქვს თავისი როლი და ჩეჩნეთის ომი ალბათ უფრო იყო ხელისუფლების როგორ თქვა თავისივე სამართლებრივ საერთაშორისო სამართლებრივ და ტერიტორიულ თავისივე ტერიტორიაზე თავისი ლეგიტიმაციის გამტკიცებისთვის გარგმული ნაბიჯი, რაც შეეხება ჩვენ შედარებას ჩვენი რეგიონის და ბალტიის რეგიონის, ეს ორი გეოგრაფიულად განსხვავებული რეგიონი არის. ახლა ბალტების და პოლონელების შემთხვევაში კი აქ ეთქვარეს რუსეთი იყო, მაგრამ იქ ეთქვარეს იყო ევროპა, ზოგიერთი ევროკავშირის წევრი იყო უკვე, იქით იყო ნატო და შესაბამისად უფრო მარტივი სამეზობლო იყო. აქ რამდენიმე ფაქტორი არის, რამაც განსაზღვრა თქვა ბალტების წინსვლა ჩვენგან განსხვავებით. ჩვენ უფრო მძიმე სამეზობლოში ვიყავით, ჩვენ არ ვიყავით, ჩვენს მეზობლად არ იყო ევროკავშირის არც ერთი ქვეყანა, ნუ თურქეთი როგორც ნატოს წევრი იყო ჩვენი მეზობელი, მაგრამ თურქეთთან ჯერ კიდე არ ქონდა ჩვენი ისეთი დონის ურთიერთობები, რომლის საფუძველზეც, ასე ვთქვათ, განვითარდებოდა და მხარე ჩვენი ნატოში ინტეგრაცია გაძლიერდებოდა და შესაბამისად სამივე ქვეყანა დემოკრატიულად ძალიან რთულად იყო და ბალტებისგან განსხვავებით ჩვენთან იყო ტერიტორიული საკითხები, იგივე აფხაზეთის ცხინვალის მომენტი, ასევე რუსის ჯარი იყო, ახლა მაგალითად 93 წელი იყო, 94 წელი იყო, ხო? ესტონეთიდან, ლიეტუვიდან და ლატვიიდან რუსის ჯარი გავიდა. ჩვენთან სამწუხაროდ ისევ არსებობდნენ საჯარისო ნაწილები, მაგრამ რაც ყველაზე მთავარი იყო, ბალტებმა შეძლეს ეროვნული კონსოლიდაცია ერთიანი იდეის ირგვლივ. იქ იყო რა თქმა უნდა პოლიტიკური შეხედულებები, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ მათ ადრეულ ეტაპზე შეძლეს სამართლიანი სასამართლო ჩამოყალიბება, დემოკრატიული პროცესის დაწყება, ხო, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის გამტკიცების საკითხი. ამ საკითხებზე მოხდა ეროვნული კონსენსუსი და ჩვენგან განსხვავებით არ იყო იქ სამოქალაქო ომი და ისევ შიდა ჯგუფები, რომლებიც ახორციელებდნენ ქვეყნის საბოტაჟს და გადატრიალებებს და ასე შემდეგ და აი აქ მართლა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ორი ფაქტორი გამოდის, რომ ეს იყო თქვა ერთი გეოგრაფიული ფაქტორი ჩვენ განსხვავებით და მეორე შიდა პოლიტიკური მდგენელი, ხო, ანუ შიდა პოლიტიკურად ჩვენ იმდენად რთულ სიტუაციაში აღმოჩნდით, იგივე აფხაზეთის და ცხინვალის საკითხი ასევე ეს შიდა კონსოლიდაციაც რო ვერ მოახერხეთ, ისევ შიდა მტრის დამსახურებით სამოქალაქო ომის რეჟიმში გადავედით და ეს რა თქმა უნდა ნეგატიურად აისახა ჩვენზე და როდესაც ბალტები უკვე დემოკრატიულ განვითარებაზე საუბრობდნენ, ინსტიტუციურ მოწყობაზე, საჯარო სამსახურის რეფორმაზე, ჩვენ ჯერ კიდევ ვიბრძოდით სახელმწიფოებრიობისთვის და მივისწრაფოდით იქითკენ, რომ ქვეყანა რაღაც სახელმწიფოს იერსახე მიეღო და აი მორმა განსხვავებამ ჩვენ ძალიან უკან დაგწია და შესაბამისად ვერ მივედით იმ მოცემულობამდე, რა მოცემულობაც მიიღო ბალტებმა. თან ასევე საგარეო პოლიტიკაზე მათ მალევე გააკეთეს კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ მათ უნდა ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია და ჩვენთან კიდე თავიდანვე რა ნატოზე იყო საუბარი, რა ევროკავშირზე, აქ სამოქალაქო ომი მიმძვინვარებდა, ხო, ანუ არ ქონდა მარჩევნის გაკეთების საშუალება, გადარჩენაზე ვიყავით, გადარჩენის რეჟიმზე ვიყავით, გადასულები. აქედან გამომდინარე ეს პროცესი, ხო, ანუ აი ინდიკატორების გათვალისწინებით განსხვავებულად წარიმართა რეგიონულ დონეზე და ამიტომ ესე წინ ჩვენ ვერ წავედით როგორც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნები ამას ცდილობდნენ და საბედნიეროდ წარმატებით დაასრულეს ეს პროცესი. ბალტებს ძალიან სერიოზული ფორა ჰქონდათ ჩვენთან შედარებით, იმიტომ რომ მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად ისტორიული ფაქტებისა, ბალტიის ქვეყნები მაინც ოკუპირებულ ტერიტორიად მიაჩნდათ დასავლეთში, იმიტომ რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შევიდა საბჭოთა კავშირი და ასე ვთქვათ, ანექსია მოახდინა ამ ტერიტორიების. მანამდე მოხდა საქართველოს ანექსია, მაგრამ საქართველოს ოფიციალურად აღიარებული არ იყო ყველა ქვეყნის მიერ, შესაბამისად, აქ იყო რაღაც იურიდიული განსხვავება და თითქოს 90-იანების დასაწყისში, აი საბჭოთა კავშირის დაშლამდეც კი ბალტიის ქვეყნები თითქოს ცალკე ტერიტორიებად იყო მიჩნეული
მიჩნეული, მათ ყავდათ დიასპორა საერთაშორისო დონეზე, რომელიც აქტიურად მუშაობდა. ანუ ის არ იყო, რომ ისინი ელოდებოდნენ საბჭოთა კავშირის დაშლას, ან ელოდებოდნენ რუსეთის დაშლას. მათი დიასპორები, მათი წარმომადგენლები, გაქცეული მთავრობა, ყველა მუშაობდა აქტიურად იმისთვის, რომ ბალტიაში ბალტიის ქვეყნების ლობი ყოფილიყო დასავლეთში და ყველას გაეგო მათი ამბავი, მათი პრობლემების შესახებ და თითქოს ძალიან მზად შეხვდა ამ ყველაფერს ბალტიის ქვეყნები და ამიტომაც რაღაც წინ წაიწიეს ძალიან მალე და მალევე მოახდინეს კონსოლიდაცია. ერთი საინტერესო ფაქტი მახსენდება, ჩვენ ბალტიის ქვეყნებზე გავაკეთეთ ერთი ეპიზოდი ნატოში ინტეგრაციის როგორი გზა გაიარეს, მაგრამ ეს არის ძალიან საინტერესო თემა, რომ მოლაპარაკება, როდესაც მიდიოდა მაგალითად ესტონეთსა და რუსეთს შორის ჯარების გაყვანაზე, ძალიან ესეთი ფაქტები გამოიკვეთა, რომ თავიდან შეთანხმება შედგა და რუსეთმა თქვა, რომ 2002 წელს გავალთო აქედან. მერე ნელ-ნელა ასე მოლაპარაკებები არ დათანხმდნენ, მოლაპარაკებები 99-ში ჩამოიყვანეს და თვითონ ელცინი იყო ჩასული ესტონეთში. ამერიკის პრეზიდენტმა მაშინ ძალიან კარგი რეკომენდაცია მისცა ესტონეთის პრეზიდენტს და ასე ვთქვათ, მოლაპარაკების პროცესში არაღზე გავიდნენ ელცინი და ესტონეთის პრეზიდენტი და მანდ მოაწერინა ხელი 94-ში გასვლაზე. ანუ უშუალო არ დანებდნენ 2002 შესთავაზეს 99 შესთავაზეს, მაგრამ ბოლოს მაინც რაღაცნაირად ელცინის ის მომენტი ქონდა მისი დაყოლება, არც ის ერთული იყო ხოლმე და ეს სხვათა შორის დასავლეთმა ძალიან კარგად გამოიყენა იგივე ბაქო-თბილისი ჯეიჰანის ისტორიული პროექტი, როდესაც მისი ინიცირება და მაგაზე საუბარი როცა იყო, მაშინაც რუსეთი რა თქმა უნდა ამ პროექტის წინააღმდეგი იყო, მაგრამ შევარდნაძემ თავისი, როგორ ვთქვა, თავისი მჭერმეტყველებით და თავისი გამოცდილებით და თავისი ასე ვთქვათ იუმორით მოახერხა ეს თემა დაელაგებინა. ნუ რა თქმა უნდა მეორე მხარეს დასავლეთი იდგა, რომლის ინტერესებშიც იყო ამ პროექტის განხორციელება და რომელმაც კრიტიკული როლი ითამაშა რეალურად ამ პროცესში, მაგრამ ელცითანაც გარკვეულწილად პირადი ურთიერთობებით და შევარდნაძის თავისი სხვათა შორის შევარდნაძის არ უნდა დავუკარგოთ, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ ნამდვილად ძალიან სერიოზული და ისტორიული ფიგურა იყო, მე მგონი ყველა ამაზე ვთანხმდებით. ძალიან დიდი ასე ვთქვათ დიპლომატიის ნიჭი ჰქონდა მაგას და ყოველთვის ცდილობდა ისე განახორციელებინა თავისი მიზნები, რომ აი დანის წვერზე გადიოდა ხოლმე, მაგრამ მაინც საბოლოოდ თავის მიზანს აღწევდა და ამ სიტუაციაშიც ხო ავად თუ კარგად საგარეო მიმართულები და სხვათა შორის ახლა ყველა ლაპარაკობს რომ აი 2003 წლის მერე საქართველოს დაიწყო დასავლური ინტეგრაციის პროცესი, მაგრამ პირველი ნაბიჯები არ უნდა დაუკარგოთ წინა ხელისუფლებასაც, შევარდნაძის ხელისუფლებასაც, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ამ ყველაფერს, იგივე ევროსაბჭოს წევრების ჩვენ გავხდით შევარდნაძის პერიოდში, ბევრი ნაბიჯი იდგმეოდა, სხვათა შორის ძალიან ნელა, მაგრამ მაინც იდგმეოდა პარტნიორობა მშვიდობისთვის, რაც გახდა ბალტებისთვის ინტეგრაციის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი შევარდნაძის დროს, ასე ვთქვათ, დაიწყო ამაზე მუშაობა და რაც ყველაზე მთავარია ეს ჩვენს მაყურებელს მინდა შევახსენო, რომ როდესაც უკრაინამ 2023 წელს თუ 2022 წელს შეიტანა ოფიციალური განაცხადი ნატოს წევრობაზე, ჩვენ ეს განაცხადი შეტანილი გვაქვს 99-ში თუ არ ვწდები წლები თუ არ მერე ვარ რა, ანუ შევარდნაძის დროს გვაქვს შეტანილი, როგორც მახსოვს ეს განაცხადი და გასაგებებაში ძალიან სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა ამ ყველაფერს, მაგრამ როგორც ჟესტი, როგორც პოლიტიკური ჟესტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ეს გარემოება ძალიან ასე ვთქვათ მნიშვნელოვანი არის, როდესაც ვსაუბრობ ჩვენს პირველ საგარეო პოლიტიკურ ნაბიჯებზე და მე ვფიქრობ, რომ ეს რაღაც турბულენტობა რო არ ყოფილიყო საქართველოში, ხო, ანუ გაცილებით უფრო მეც მივაღწევდით ჩვენ და მე ვფიქრობ, რომ იმჟამედელ ხელისუფლებასაც ჰქონდა მეტი შესაძლებლობა, რომ ჟარგონულად თქვა, უფრო მიწოლოდა რუსეთს, რომ იგივე თავისი ჯარები გაეყვანა, იგივე ვთქვათ, რაღაც კონკრეტული ნაბიჯები გადადგმულიყო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით და ასე შემდეგ. ხო, ანუ რა თქმა უნდა შეცდომები ჰქონდა და ალბათ შესაძლებლობებიც იყო, რომ უფრო წინ წასულიყავით, მაგრამ დღეს არის ის მოცემულობა, რაც არის და ამას გვეღარ შევცვლით. ბალტებს კიდე ერთი საინტერესო მომენტი ჰქონდათ. მაგათმა რაღაც აი, როდესაც დაკარგეს დამოუკიდებლობა, როდესაც მოახდინეს მისი ოკუპაცია 40-იან წლებში, ხო? როდესაც მაგათმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, ის კი არ გამოაცხადეს, რომ თითქოს გამოვეყავით საბჭოთა კავშირს, რომ აი სახელმწიფოებრივ აღვადგინეთო, რაცო 40-იან წლებში დავკარგეთო, რაოდენო ჩვენ შემთხვევაში ეს იყო გამოყოფა და დამოუკიდებლობის აღდგენა რა, ანუ რაღაც დაკავშირება მოახდინეს იმ პერიოდთან ბალტებმა და ესეც ძალიან ესეთი პოლიტიკური და ფსიქოლოგიური ჟესტი იყო მოქალაქეებისთვის. ის მომენტიც იყო, რომ ბალტებშიც ეს დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა მეტად გამოხატული იყო, თუმცა საქართველოსაც შეიძლება იგივე ითქვას, იგივე 78 წელს ენასთან დაკავშირებით მანიფესტაცია, ასევე სხვა საბჭოთა
რესპუბლიკათან შედარებით მაინც საქართველოში მეტად კულტურის ხრივათაც მეტი თავისუფლება იყო. ყოველთვის მახსენდება ეს მერაბ მამარდაშვილი შევარდნაძეს მაშინ დავალება მიცეს რომ დაეჭირა მერაბ მამარდაშვილი, იმიტომ რომ ძალიან ასე ვთქვათ ლიბერალურ და თავისუფლებისკენ იდეებს აღწელებდა ხოლმე, მაგრამ შევარდნაძემ მიუხედავად მოსკოვის ეწოლისა ეს ნაბიჯი არ გადადგა და შედეგიც არაფერი არ მოყოლია, მაგას რომ წინააღმდეგ წავიდა საბჭოთა კავშირის ცეკას წინააღმდეგ რა. ანუ მაინც ჩვენ იმით განსხვავდებოდით, რომ მეტად თავისუფლები ვიყავით, ვიდრე ეს თქვათ რუსეთში ხდებოდა რა. ერთს იმას დავამატებ, რომ აი რუსეთის შესუსტება მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად ვერ გამოვიყენეთ რაღაც ელემენტებში, მაინც ჩანს გამოვივაჭრეთ ხო, რაღაცები გამოვივაჭრეთ. აი ისევ შევარდნაძის თემა, რომ არჩეულებრივი ვიდეო არის პუტინის, შევარდნაძე და ესეთი სხვა ლიდერები როცა არიან. ლუკაშენკო თუ არ ვწდები, მე მგონი ლუკაშენკოც არის მაგ ვიდეოზე. კი, ლუკაშენკო და ცენტრალური აზიის პრეზიდენტებიც არიან, სადაც საუბარი არის იმაზე, რომ საქართველოს ამერიკელებთან ანტიტერორისტული მიმართულებით თანამშრომლობა დაიწყო და პუტინმა უკმაყოფილება გამოთქვა ამ მიმართულებით და შევარდნაძე გამოდის შემდეგ და ამბობს, რომ ჩვენ რუსეთს მივმართეთ ამ მიმართულებით და გითხრეს, რომ ფული არა აქვთ. და ვერაფრით ვერ დაგვეხმარებიან შესაბამისად. მზად ვართ თანამშრომლობისთვის ნებისმიერთან, ვინც ამ მიმართულებით დაგვეხმარება. ხო, ძალიან ასე ვთქვათ, ეშმაკურად აკეთებდა რაღაცა ხოლმე. მიმართულებებით ყოველთვის შეიძლებოდა რაღაცების გამოვაჭრება. რა თქმა უნდა. სხვათა შორის ახლა ტერორიზმი ახსენე ერეკლე და იყო მომენტი, როდესაც რუსეთი ნატოსთან ძალიან აქტიურად თანამშრომლობდა. შესაბამისი საბჭო შეიქმნა, ხო, ანუ ყველამ ვიცით რუსეთ-ნატოს საბჭო, რომელიც საკმაოდ ეფექტურად მუშაობდა, სწორედ ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით ერთ-ერთი მიმართულება იყო და აი 90-იანებში იკვეთებოდა განსაკუთრებით კოზირევის დროს რა, ძალიან პროდასავლური მიდგომები, ანუ კი ახლა ამერიკის მხრიდან და ნატო მიიჩნეოდა როგორც ევროპული უსაფრთხოების ქვაკუთხედი, მაგრამ ამ კონტექსტში რუსეთის როლიც განიხილებოდა როგორც ზოგადად ერთიანი უსაფრთხოების სისტემის ხელშეწყობი სახელმწიფო და სხვათა შორის, პრიმაკოვის მერე უკვე შეიცვალა ეს საგარეო პოლიტიკა და უფრო იმპერიალიზმისკენ და ამერიკის შეკავებისკენ გადავიდა და მულტიპოლარული სისტემისკენ გადაიხარა, მაგრამ აი კოზირევის დროს ნამდვილად რუსეთს ძალიან ასე პროდასავლური პოზიცია ეჭირა. აქ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ასევე იყო ის, რომ რუსეთი ძალიან დამოკიდებული გახდა დასავლეთთან ფინანსების კუთხით, იმიტომ რომ მას ესაჭიროებოდა ეს ფინანსები, რომ ეკონომიკური პრობლემები გადაელახა, თუმცა ეს დასავლეთთან კარგი ურთიერთობა ძალიან ასე ვთქვათ ვითარდებოდა, იგივე კლინტონის და ელცინის ურთიერთობები რო გავიხსენოთ, ძალიან ასე ვთქვათ ახლო ურთიერთობები ჰქონდათ და შესაბამისად რაღაც იმედის მომცემი იყო დასავლეთისთვის, რომ შესაძლებელი იყო რუსეთი რაღაც დემოკრატიულ ჩარჩოებში მოქცეულიყო, მაგაზე საუბრობდა კიდევაც ელცინიც, იგივე პუტინიც რომ მოვიდა ხელისუფლებაში, ეხლა რომ ამის წინათ კითხულობდი პუტინის გამოსვლებს, აი ზუსტად პრეზიდენტობის პირველ წლებში და რა ვიცი, მაგაზე ლიბერალი ადამიანი და დემოკრატი ადამიანი, მე მგონი არ არსებობდა ისეთი მესიჯები ჰქონდა, მაგრამ ცნობილი მიუნხენის უსაფრთხოების სპიჩის მერე უკვე გახდა ცნობილი მისი გამზრახვების გამოთორე. თავიდან დასავლეთთან ძალიან ასე ვთქვათ პრაგმატულ თანამშრომლობას ემხრობოდა, ყოველთვის აპელირებდა დასავლეთ შორის და ამერიკასთან კაი ურთიერთობების შესახებ და რეალურად ბოლოს მივიღეთ სიტუაცია, რომ რამდენადაც დამოკიდებული იყო რუსეთი დასავლეთზე, ევროპულ კრედიტებზე და ასე შემდეგ, პუტინის დროს ეს შემოტრიალდა და უკვე დასავლეთი გახდა დამოკიდებული რუსეთის ენერგორესურსებზე, რასაც უკვე იყენებდა რუსეთი თავისი პოლიტიკური ბერკეტის და გავლენის განსახორციელებლად. თანამ გადავალთ უკვე პუტინის პერიოდზე და რა გაკეთდა იმ პერიოდში იმისთვის, რომ ის პრობლემები მოგვარებულიყო. მოდი შევაჯამოთ 90-იანი წლების რუსეთი და რა იყო ძირითადი პრობლემები, რამაც ხელი შეუშალა რუსეთს, გაეგრძელებინა ის იმპერიალისტური ზრახვები და პოლიტიკა, რაც არსად არ წასულა, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა, არსად არ იყო წასული, მაგრამ რაღაც შეფერხებები ჰქონდა და რამ გამოიწვია ეს? ხო, ანუ პირველი ეს იყო მოუმზადებლობა სოციალისტური ეკონომიკური სისტემიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასასვლელად. ეს იყო იგივე საწარმოო ჯაჭვების რღვევა, რომლის აწყობასაც და გადაწყობასაც დიდი ხანი ჭირდებოდა. ეს იყო რეგიონებში გაფართოებული ავტონომიისკენ სწრაფვა და ფაქტობრივად ეს ავტონომიები თვლიდნენ საკუთარ თავს რაღაც დამოუკიდებელ ერთეულად, კი ფორმალურად რუსეთის შემადგენლობაში იყვნენ, მაგრამ ქცევიდან გამომდინარე ისინი როგორც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, ასევე ფინანსურ გადაწყვეტილებებს იღებდნენ დამოუკიდებლად მიუხედავად
მოსკოვის მიერ გზეწოლისა და შემოთვლებისა და კონკრეტული გადაწყვეტილებებისა, ასევე ოლიგარქიული სისტემა იყო ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი, იმიტომ რომ ოლიგარქებს გააჩნდათ ძალიან ძლიერი გავლენა სახელმწიფოზე, მათ გააჩნდათ თავისი მედია საშუალებები, იგივე NTV-ს მაგალითი რო გავიღოთ, ხო? მათ გააჩნდათ ქარხნები, რესურსებზე წდომა ჰქონდათ მაგათ, იგივე ნავთობპროდუქტებზე, გაზზე და ასე ვთქვათ, აი უფრო მეტად ოლიგარქების ხელში იყო ხელისუფლება, ვიდრე ვთქვათ სახელმწიფოს ხელში და უბრალოდ რუსეთის იმპერიალისტური სრულები აღემატებოდა რუსეთის შესაძლებლობებს, რომ განეხორციელებინა თავისი მიზნები, მაშინ იმიტომ რომ ამის ფიზიკურად ინსტიტუციური რესურსი არ ქონდა მაგისი. ანუ რესურსები ქონდა რუსეთს, იგივე ნავთობი, გაზი, რა თქმა უნდა, ქონდა მაგას, ეკონომიკური, საიდან შეეძლო მაგას ეკონომიკური სარგებელი მიიღო, მაგრამ ვერ ღებულობდა, იმიტომ რომ ამ სისტემაში ძალიან რთული იყო დაპირისპირება იგივე ოლიგარქიულ ჯგუფებთან და იგივე თქვა თვით გამოცხადებულ პოლიტიკოსებთან და რაღაც კონკრეტული ოლქების მეთაურებთან, ხო? და ეს ამ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით რუსეთი და ასევე ხო დამოკიდებულება დასავლეთის საკრედიტო ხაზებზე. ეგეც იყო ფაქტორი, რატომაც რუსეთი ვერ ახერხებდა თავისი იმპერიალისტური მიზნების მიღწევას და განხორციელებას, თუმცა პუტინის დროს უკვე შეიცვალა ვითარება და რუსეთმა შეცვალა თავისი ზოგადი მიდგომა ყველაფერთან დაკავშირებით. კი ბატონო, მოდი ისიც შევაჯამოთ, რა გააკეთეს აღმოსავლეთ ევროპის და კონკრეტულად ბალტიის ქვეყნებმა იმისთვის, რომ შეემზადებინათ საკუთარი სახელმწიფო და მოსახლეობა დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის. ნუ ბალტების მთავარი ძლიერი მხარე იყო ის, რომ მათ მოახერხეს საერთო იდეის ირგვლივ ეროვნული კონსოლიდაცია. თავიდანვე უკვე დაიწყო ისეთი რეფორმების განხორციელება, რომელმაც ხელი შეუწყო მათი სწრაფი გადასვლა საბაზრო ეკონომიკაზე, ჩამოყალიბდა სამართლიანი სასამართლო, დაიწყო ინსტიტუციური რეფორმები იგივე საჯარო სექტორში, რომ ქვეყანის მართლობის სისტემა უფრო ეფექტური გამხდარიყო და ყველა ნაბიჯი იდგმებოდა იმისთვის, რომ ეს ქვეყნები დემოკრატიული სტანდარტების კუთხით მაღალ დონეზე ყოფილიყვნენ. ასევე რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო, სამე ქვეყანაში ტარდებოდა სამართლიანი არჩევნები, ამაზეც იყო საერთო კონსენსუსი და წლების განმავლობაში ჩვენ ნახეთ, რომ ხან ცენტრისტები მოდიოდნენ ხელისუფლებაში, ხან მემარჯვენეები, ხან მემარცხენეები და აი ეს მთავრობის ცვლილებაც ჯანსაღი დემოკრატიული პროცესის ინდიკატორი იყო. შემდეგში უკვე რა თქმა უნდა გამოჩნდა კოპენჰაგენის კრიტერიუმები ევროკავშირთან მიმართებით და იმაზე გადაწყობა დაიწყეს, მაგრამ უკვე ისეთი საბაზისო რეფორმები ქონდათ მაგათ გატარებული, რომ აღარ იყო რთული მათთვის, რომ ის რეფორმებიც განეხორციელებინათ, რაც საჭირო იყო, თქვა ნატოში ან ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით და კრიტიკულად მნიშვნელოვანი რა თქმა უნდა იყო რუსული ჯარების გაყვანა მათი ტერიტორიებიდან და სწორედ აი ამ გარემომ გამოიწვია ის რომ ბალტებმა ისარგებლეს ამ მომენტუმით ასე დავარქმევდი და შეასწრეს ჟარგონულად რო თქვა ევროკავშირში და ნატოში რუსეთს სანამ ის გაძლიერდებოდა და რეალურად რაიმე სახის ხელშესახებ დაბრკოლება შექმნიდა მათ მიმართებით 2-3 წლით შეასწრეს ხო დაახლოებით ხო 2-3 წელი 2004-ში გახდნენ 2003-ში დაიწყო ხო რაც 2004-ში გახდნენ წევრები როგორც ევროკავშირის ასევე ნატოსი და უკვე 6 წლიდან 7 წლიდან რუსეთმა დაიწყო ასე ვთქვათ აღზევების პროცესი და თავისი იმპერიალისტური ამბიციების გაზრდა და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ამის განსახორციელებლად. შენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანი იყო თვითონ დასავლეთის მონდომება და სურვილი, რომ გაფართოებულიყო და ეს ქვეყნები შესულიყო ნატოში და ევროკავშირში? რა თქმა უნდა, დასავლეთის სურვილის გარეშე როგორც ბალტიის წევრები, ასევე პოლონელები ვერ გახდებოდნენ ამ გაერთიანებების წევრები. აქ იყო ძალიან მარტივი ფორმულა. ანუ პირველი იყო ეს რამაც გამოიწვია მათი ინტეგრაცია. პირველი იყო ეს იყო ისტორიული, ასე ვთქვათ, დანატოვარი. მეორე იყო დასავლეთის პოლიტიკა გაფართოების, იმიტომ რომ 90-იანებში დასავლეთის პოლიტიკა მიმართული იყო გაფართოებისკენ და ვნახეთ, რომ 90-იანებიდან მოყოლებული 2008-9 წლამდე ხო ანუ ეს პოლიტიკა ძალიან აქტიურ ფაზაში იყო და სწორედ ეს კრიტიკული მასა წევრების იგივე ევროკავშირში მაგ დროს შევიდა გაერთიანებაში და რა თქმა უნდა რეფორმები და ეროვნული იდეა იმასთან დაკავშირებით და სურვილი და ნაბიჯები რომ გამართულიყო ანუ ორმხრივი პროცესი იყო ეს არ იყო მხოლოდ სამხრივი პროცესი რომ თქვა ბალტებს უნდა და ევროპას არ უნდა და მისი წევრობა ან ნატოს ეს იყო ერთიანი პროცესი და შესაბამისად რუსეთიც აღიქმეოდა რაღაც ამ პროცესის სიმბოლურ ნაწილად და არ აღიქმეოდა მტერ სახელმწიფოდ მაშინ როდესაც ეს პროცესი მიმდინარეობდა და აქედან გამომდინარე გაჩნდა ეს სიმბიოზი ევროპის სურვილსა და ბალტების სურვილს შორის საერთო ინტერესების ირგვლივ ხონდა კვეთა და ეს ამ კვეთამაც თავისი
შედეგი გამოიღო. მოდი გადავიდეთ 2000-იან წლებზე. მოვიდა 1999 წელს პუტინი ხელისუფლებაში და დაიწყო კონკრეტული რეფორმების გატარება, იმ პრობლემების აღმოფხვრა, რაც 90-იან წლებში რუსეთს აწუხებდა, იმ პრობლემების, რაც ახლა ჩვენ ჩამოვთვალეთ. მოდი გავიაროთ, რა გაკეთდა იმისთვის, რომ რუსეთს დაებრუნებინა იმის შესაძლებლობა, რომ საკუთარი იმპერიალისტური პოლიტიკა თავიდან დაეწყო, რომ გაეტარებინა. პირველ რიგში, რაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა იყო რუსეთისთვის, ეს იყო რეგიონების საკითხი, იმიტომ რომ მოგესალმება ახლა რუსეთი რამხელა ტერიტორიებს ფლობს და არც ისე მარტივი არის ამ ყველა რეგიონის მართვა. ასე უნდა აღინიშნოს, რომ უკვე 99 წლისთვის რუსეთს, უფრო 2000-2001 წლისთვის რუსეთის ეკონომიკა გაჯასაღების გზაზე იყო, ოღონდ ეს არ იყო მხოლოდ პუტინის დამსახურება, ეს იყო, ასე ვთქვათ, ინერცია იმ ნაბიჯების, რაც იდგმებოდა 90-იანების წლების განმავლობაში. ხა კი ბევრი გამოწვევა პრობლემა იყო, მაგრამ ნელ-ნელა რაღაც კუს ნაბიჯებით მაინც ვითარდებოდა რუსეთი და გარკვეულ ინსტიტუციურ განვითარებასაც ახორციელებდა, იმიტომ რომ როდესაც აი დასავლეთის ფინანსური მხარდაჭერა მოდიოდა, მაგას თავისი ვალდებულება მოყვებოდა, რომ თქვა სიტყვაზე მილიარდი დოლარი გამოუყეს რუსეთს ინსტიტუციური, აი საჯარო სექტორის რეფორმისთვის, ხო? ანუ რუსეთი ვალდებული იყო, რომ ეს თანხა გამჭვირვალედ დაეხარჯა და კონკრეტული შედეგი დაედო და ეჩვენებინა დასავლეთთვის, რომ აი თქვენ რომ მომეცით მე ეს ფული, მე ეფექტურად დავხარჯე და მივიღე ეს კონკრეტული გაზომვადი შედეგები და იმიტომ რომ ეს შედეგი რო არ დაედო რუსეთს ავტომატურად შემდეგ ტრანშს ის ვეღარ მიიღებდა და ზუსტად ამ პრინციპით ნელ-ნელა რუსეთმა ასე ვთქვათ გადალახა ის ეკონომიკური პრობლემები, თუმცა პუტინის დროს უკვე ეს ახალ საფეხურზე გადავიდა. და ნუ პირველ ეტაპზე რა თქმა უნდა ეს იყო რეგიონების საკითხი, მაშინ დაახლოებით ზუსტად მახსოვს 7 ოლქად იყო გაყოფილი რუსეთი. პირველივე ეტაპზე ისეთი საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელა პუტინმა, რომ უკვე გამარტივებული იყო მათ გუბერნატორების დანიშვნა, სიმბოლურად არჩევითი იყო, ისე ადგილობრივი საბჭოები ამტკიცებდნენ, მაგრამ ეს ხდებოდა რუსეთის პრეზიდენტის ასე ვთქვათ რეკომენდაციის საფუძველზე და უკვე თავისი ხალხის დანიშვნამ ამ ოლქებში ხო გააძლიერა პუტინის გავლენები რეგიონებში, მიდგომაც შეიცვალა, ეხლა მან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ოლიგარქიული სისტემები დადგნენ დილემის წინაშე. ან შედიოდნენ კოლაბორაციაში და პუტინის რეჟიმთან და მათ რჩებოდათ ყველაფერის ბენეფიტი, რაც ჰქონდათ, თუმცა ისინი დამოუკიდებლად უკვე ვეღარ იღებდნენ გადაწყვეტილებას, იგივე თქვათ ამ 90-იანების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ ბევრი ოლიგარქი, ვინც სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას აფინანსებდა, მედიებს აფინანსებდნენ და ასეთი სახით ცდილობდნენ გარკვეული გავლენის მოხდენას ხელისუფლებაზე, თუმცა პუტინმა და მაშინ ეს ხადარკოვსკის საკითხის, ბერეზოვსკის საკითხის ეს იყო საჩვენებელი იმისთვის, რომ თუ ჩვენთან არ იქნებით, რა მოგივათ თქვენ, ხო? იუკოსის საკითხი, ხო? ანუ ფაქტობრივად პუტინმა დაანახა სხვა ოლიგარქებს, ეს იყო გზავნილი, რომ პრინციპი იყო მარტივი, ან ჩემთან, ან ეს რაც ხადარკოვსკის და ბერეზოვსკის მოვიდა, ის დაგემართება თქვენ და შესაბამისად პრაგმატულად იფიქრეს ამ ოლიგარქებმაც, ეხლა ზოგადად ოლიგარქი ჩვენ ვიცით როგორ მუშაობს, ეს არ არის ბიზნესი მხოლოდ ხო, ანუ ამასთან ახლავს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, მათ შორის კრიმინალთან თანამშრომლობა, მათ შორის კარტერული შეთანხმებები და ასე შემდეგ და პუტინმა ძალიან მარტივი, ასე ვთქვათ, შეთავაზება გაუკეთა, ან ჩემთან იქნებით და ისარგებლებ სახელმწიფოს ბენეფიტებით, მოხდება ყველაფრის ასე ვთქვათ გადანაწილება, იგივე შეთანხმებები, ტენდერები, შავი ფული და ასე შემდეგ, ან თუ მაინც გადაწყვეტ დამოუკიდებელ თამაშს, მიიღებთ იმ შედეგს, რა შედეგიც მიიღეს ქვებმა და ამ პრაგმატული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ოლიგარქებიც გადავიდნენ პუტინის მხარეს. პარალელურად პუტინმა დაიწყო ძალოვან უწყებებში სერიოზული რეფორმების განხორციელება და მოგესალმებით, რომ პუტინის ბექგრაუნდი იყო KGB და შესაბამისად ყველა უწყებაში ნელ-ნელა დაიწყო ეგრეთ წოდებული სილავიკების ფლანგის გაძლიერება, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან დაწყებული იგივე ძალოვანი უწყებები იქნებოდა თუ ეკონომიკური ბლოკის სამინისტროები, ხო, ანუ ყველგან დაიწყო ნელ-ნელა დანიშნა თავისი ახლო გარემოცვის ეგრეთ წოდებული სილავიკების წარმომადგენლებისგან. ყველა ძირითადად მოდიოდა ხოლმე უშიშროების სისტემიდან და აქედან გამომდინარე, პუტინმა დაიწყო აი რაღაც ისეთი სახელმწიფო სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც დაექვემდებარებოდა ტოტალურ კონტროლს და იქნებოდა და სპეცსამსახურების როლი გაიზრდებოდა. პარალელურად ერთ-ერთი გამოწვევა, რაც იყო 90-იანი წლებიდან გამომდინარე, ის იყო, რომ რუსეთის ხელისუფლებას ძალიან უჭირდა გადასახადების ამოღება, მაგრამ პუტინმა მოახერხა ამის დალაგებაც და ეფექტურად გადასახადების ამოღებას ბიზნესით იქნებოდა ეს თუ სხვა
სხვა სფეროები და რაც ყველაზე მთავარი იყო მოხდა ასე ვთქვათ ენერგორესურსების, რაზეც დგას რეალურად ნავთობზე და გაზზე რუსეთი, ამ ყველაფრის პუტინის ხელისუფლების ქვეშ მოქცევა. მათ ფორმალურად რა თქმა უნდა ზოგს სილავიკები ხელმძღვანელობდნენ, ზოგს ფორმალურად ისე ოლიგარქები იყვნენ, მაგრამ რაღაც სიმბიოზური სისტემა მუშაობდა, სადაც მარტივად ვთქვათ, ყველა კმაყოფილი იყო რა. პარალელურად პუტინმა მოსახლეობასთანაც გარკვეულწილად დაუწერელი სოციალური კონტრაქტი გააფორმა. პრინციპი იყო ის, რომ მე ვთქვათ, ვიზრუნებ ქვეყნის განვითარებაზე, თქვენი შემოსავლის ზრდაზე და სტაბილურობაზე და თქვენ მოგეთხოვებათ ის, რომ მიიღებთ მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და პოლიტიკაში. და ადამიანებიც ასე თუ ისე ამითი ბედნიერები იყვნენ და ისევ და ისევ საბჭოთა მენტალიტეტიდან გამომდინარე, მაგათთვის ეს მისაღები მოდელი იყო და ესეც ძალიან ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა და ნელ-ნელა უკვე მედიაც მოიცვა პუტინის ხელისუფლებამ, ფაქტობრივად დაამყარა ტოტალური კონტროლი მედიაზეც, NTV იყო ერთმანეთი ოპოზიციური ტელეარხი დარჩენილი, რომელიც საბოლოოდ მაინც პუტინის დაქვემდებარებაში გადავიდა და მაშინ მედიას ძალიან კრიტიკული მნიშვნელობა ჰქონდა, იმიტომ რომ მაშინ არ არსებობდა ინტერნეტი, ინტერნეტი იყო ფიზიკურად, მაგრამ არ იყო სოციალური ქსელები, არ იყო თქვათ სხვადასხვა ტიპის პლატფორმები, რაც დღეს არის და ტელევიზია იყო ერთ-ერთი მთავარი საინფორმაციო წყარო, საიდანაც რუსეთის მოსახლეობა იღებდა ინფორმაციას და შესაბამისად უკვე ტოტალური კონტროლი ტელევიზიაზეც და იმ მესიჯების და იმ ნარატივების გავრცელება წავიდა პროპაგანდისტული, რაც პუტინის ასე ვთქვათ ინტერესებში იყო და უკვე ნარატივით შეიცვალა თუ პუტინი ვთქვათ მანამდე იყო პრეზიდენტი, რომელმაც ქვეყანა ქაოსიდან გამოიყვანა და ეს 90-იან წლებში რაც ხდებოდა ეს ყველაფერი, ამ ყველაფრის ინსტიტუციონალიზაცია მოაქცია, შემდეგ უკვე პუტინი გახდა ასე ვთქვათ სუვერენიტეტის დამცველი და ეს სუვერენიტეტი გახდა რუსეთის ჭირი, რამაც გამოიწვია შემდეგი ავტორიტარიზმის გამყარების საშუალებად იქნა გამოყენებული. ძალაუფლების კონსოლიდაციისთვის ძალიან საინტერესო მიმართულებით განავითარა პუტინმა. ცნობილია მის პეტერბურგში ის დარბაზი, სავარჯიშო დარბაზი, სადაც ის დადიოდა. ესეთი ხუმრობაც კი არის, რომ ეს და ამ დარბაზმა უფრო მეტი მილიარდერი წარმოშვა, ვიდრე ჰარვარდმა. იმიტომ რომ ყველას ვისთანაც პუტინს უსპარენგია ძიუდოში იმ დარბაზში, თითქმის ყველა მილიარდერი გახდა ან რაღაც სერიოზულ თონ. მათ შორის არკადი როტენბერგი, რომელიც გაზპრომისთან არის დაკავშირებული და ძალიან სერიოზული თანამდებობები იყო. ხო, ოლიგარქიულ სისტემაშიც რაღაც გარკვეული გრადაცია გაჩნდა პუტინის ხელისუფლების პერიოდში. იყვნენ ტრადიციული ოლიგარქები, ასე ვთქვათ, ასე დავარქვათ, ვინც აი 90-იანების დასაწყისიდან ამ პრივატიზაციის პროცესიდან ისარგებლა და კაპიტალი დააგროვა. შემდეგ უკვე პუტინის მიერ შობილი ოლიგარქები გაჩნდნენ, რაც აღნიშნე ხა ვინც იყვნენ მისი ახლო წრის წარმომადგენლები და ასევე ეგრეთ წოდებული სილავიკები, ვინც ასე ვთქვათ, წამოვიდნენ ძალოვანი სისტემებიდან, გადაინაცვლეს ბიზნესში და ზოგიერთ შემთხვევაში მიიღეს მაღალი თანამდებობები კერძო კომპანიებში, კერძო კომპანიებში გულისხმობ აი იგივე გაზპრომის ტიპის და როსნეფტის და სახელმწიფო კომპანიებში და იქაც ეხა მანდ ეხა შენ რო ხელმძღვანელი ხარ ხელფასზე არ ახარ ყველა მიცის მანდ ისეთი გარიგებები მიდის ხოლმე რომ ასე ვთქვათ, სერიოზულ შემოსავლებთან არის დაკავშირებული. რეალურად პუტინმა კი არ გააქრო ეს ოლიგარქიული სისტემა, იგივე მაფიოზური სისტემა, არამედ ამის ინსტიტუციონალიზაცია მოახდინა და ერთი გავლენის ქვეშ მოაქცია ყველაფერი. ანუ რეალურად დღესაც როცა შენ რუსეთში რაღაც ბიზნესს იწყებ, ხო, ნაწილობრივ უნდა უხადო ადგილობრივ მაფიოზურ დაჯგუფებებს, რომლებიცაც უხდი იმისთვის, რომ შენზე რაღაც თავდასხმები არ მოხდეს კრიმინალების მხრიდან და ეგრეთ წოდებული დაკრეშვა გაგიკეთონ. მეორე მხრივ შენ ასე ვთქვათ, ძალოვან უწყებებს უხდი ფულს იმისთვის, რომ დაცული იყო ბჭყალებში, რო ვთქვათ, გარკვეული პრობლემები რო შეგვიქმნან და მესამე, რა თქმა უნდა, რაც თანხა ბიუჯეტშიც მიდის, რომელიც ცენტრალურ ბიუჯეტში, რომელიც გადასახადების სახით ისახება რუსეთის ბიუჯეტში. ანუ ეს სისტემა ისევ არსებობს, უბრალოდ ეს არის სისტემატიზირებული, ინსტიტუციონალიზებული და აქედან გამომდინარე შინაარსობრივად ცვლილებები არ განხორციელებულა 90-იანებიდან მოყოლებული, მაგრამ ამის ასე ვთქვათ, ძალის პროექცირების ნაწილი გახდა ეს ყველაფერი და სახელმწიფო მანქანის ასე ვთქვათ, შემავსებელი ნაწილი და
თან საკმაოდ მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეხლა ვიცი დღეს განსაკუთრებით ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს ოლიგარქების როლი რუსეთის მიერ უკრაინაში ომის წარმოების კუთხით, რადგან ბიუჯეტის თანხები არ არის საკმარისი და უწევთ ოლიგარქებს თავისი ჯიბიდან გარკვეული თანხების გადახდა, რომ რუსეთის ომის მანქანა გააგრძელოს ფუნქციონირება. კი ბატონო, ოლიგარქები სხვათა შორის თავიდანვე ჩართეს ძალიან საინტერესო მომენტი იყო პირველად, როცა იგრძნობოდა უკვე რომ სერიოზული პრობლემები იყო ფინანსური მიმართულებით, ჩართულები იყვნენ ინდივიდუალური სამხედროების ანაზღაურებაში, ხელფასებს უხდიდნენ, ვიღაცებს აფორმებდნენ თავისთან, რომ რაღაც შესაბამისი ანაზღაურება ან ოჯახის წევრებს და ასე შემდეგ. თუმცა ეს აპრობირებული პრაქტიკა არის, რომ ოლიგარქიული სისტემა სახელმწიფოს არაფორმალური ნაწილი არის, ხო, ანუ იგივე აი უკრაინის ომს რომ თავი დავანებოთ, აი არჩევნები რო ავიღოთ საარჩევნო პროცესშიც ახლა იძინა ერასიას ეხმარებიან ეს ოლიგარქები პლუს რაღაც თქვა სახელმწიფოს თუ არა ფული რაღაცის გასაკეთებლად სახელმწიფო პროექტის ამაში ოლიგარქები იხდიან ფულს და ასე თქვა ეს არის რესურსული შემავსებელი ნაწილი ერთგვარი სიმბიოზი რომელიც ჩამოყალიბდა სახელმწიფოსა და ბიზნეს შორის ნუ ბიზნესი ბჭყალებში ახლა ეს ტრადიციული ბიზნესი არის რაღაც ჩვეულებრივი ძელეცობა ცეხავიკობა რასაც ისინი აკეთებენ და სხვათა შორის 90-იანებში ბევრი ქართველიც წავიდა რუსეთში ადვილი ფულის საშუალებლად და ბევრი ბიზნესმენი ეხაც ოპერირებს ქართველი რუსეთში, ვინც 90-იანებში აწყო ბიზნესი, ვინც თქვა პუტინის მთავრობასთან დაახლოებული პირი არის და დღესაც ჩვეულებრივად ოპერირებს რუსულ ბაზარზე. როდის შეიძლება ითქვას, რომ პუტინმა მოახერხა რუსეთის შიგნით სრული კონსოლიდაცია და ამ ახალი სისტემის ჩამოყალიბება და როდის დაიხურა ეს ასე ვთქვათ, იმპერიის კლანჭებიდან გაძრომის ფანჯარი. მე ვფიქრობ, რომ ჩეჩნეთის მეორე ომი იყო კრიტიკულად მნიშვნელოვანი პუტინის ძალაუფლების კონსოლიდაციისთვის. ეს ჩეჩნეთის პირველი და მეორე ომიც იყო იმის ასე ვთქვათ, ჩვენება სხვა რეგიონებისთვის, რომ ვინმეს თუ ექნება რაიმე სახის სეპარატისტული განზრახვები, ხო, ამას პასუხი მოყვება, რაც ჩეჩნეთში მოყვა. გასაგები იყო, რომ ჩეჩნეთი ძალიან სპეციფიკური რეგიონი იყო და აქედან გამომდინარე მართლობის სისტემაც ისეთი ჩამოაყალიბა პუტინმა, რომელიც შეესაბამებოდა იგივე ჩეჩნების კულტურას, იდენტობას და ასე შემდეგ და აქედან გამომდინარე ჩეჩნეთის ომმა რაღაცნაირი კონსოლიდაცია მოახდინა პუტინის ძალაუფლების პროექცირება მოხდა ამ ომით და შემდეგი ნაბიჯები ალბათ უკვე რამაც უკვე დახურა ეს ფანჯარა შესაძლებლობების იყო 2008 წელი, როდესაც რუსეთის შემოიჭრა საქართველოში და საბოლოოდ ალბათ ამას დაღი დაუსვა 2014 წელმა, როდესაც რუსეთმა ყირიმის ოკუპაცია მოახდინა, იმიტომ რომ რუსეთი უკვე მაშინ იმდენად მზად იყო თავის იმპერიალისტური ამბიციების განსახორციელებლად, რომ თუ 90-იანებში შესაძლებლობები არ ქონს სურვილი გააჩნდა, მაგრამ სურვილი აღემატებოდა მის შესაძლებლობებს, 2014 წელს უკვე მისი სურვილები და შესაძლებლობები დაემთხვა ერთმანეთს და უკრაინის შედეგიც მიიღო. თუმცა 2008 წელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. 2008 წელს იმის გარდა რომ რუსეთმა გარკვეული წითელი ხაზები გაავლო დასავლეთისთვის, მეორე მხრივ ეს იყო გაკვეთილი რუსული შეიარაღებული ძალებისთვის, იმიტომ რომ სერიოზული პრობლემები დაფიქსირდა საქართველოში შემოჭრის დროს, მე მაქვს სუფთა სამხედრო თვალსაზრისით საუბარი და მთელი ამ წლების განმავლობაში 2014 წლამდე რუსეთი მუშაობდა ამ პრობლემების ამხარებების აღმოფხვრაზე და რეფორმირებაზე, იმიტომ რომ ეს რეალურად სხვა ტიპის წინააღმდეგობა მიიღო რუსეთმა და არა ისეთი, რასაც მოელოდებოდა ის. ჩვენი ობიექტურად უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები სახმელეთო ბრძოლაში აღემატებოდნენ რუსებს გარკვეულწილად, ასევე, დაზვერვის კუთხითაც რუსების პრობლემები გამოჩნდა სამხედრო დაზვერვის კუთხითაც 2008 წელს და აქედან გამომდინარე 2008 წლის მერე რუსეთმა ახლებური მიდგომა დაიწყო თავისი შეიარაღებული ძალების მიმართ და 14-ში უკვე ასე ვთქვათ, მოძლიერებულმა და უფრო განვითარებულმა, ვიდრე 2008-ში განახორციელა შეტევა უკრაინაზე. კი, სრული მოდერნიზაცია დაიწყო 2008 წლის მერე, ძალიან სერიოზული კოორდინაციის პრობლემა ჰქონდა და გიგა ინაშვილთან გვაქვს ჩაწერილი ამ თემაზე ჩვენ ეპიზოდი და თუ დაინტერესებს მაყურებელს შეუძლია იმ ეპიზოდს მიუბრუნდეს, აქ გამოჩნდება ვიდეოს ქვეშ, რომ ამას რო უყურებთ, მერე გადადით იმაზე. ხო, ანუ ძალიან სერიოზული პრობლემები გამოჩნდა და ძალიან ბევრი ფული ჩაიდო და სამწუხაროდ ეს ასე ვთქვათ, წითელი ხაზების გავლება ორმხრივი პროცესია. ერთი არის რომ რაღაც სახელმწიფო ავლებს წითელ ხაზს და მეორე უნდა მიიღოს და
დასავლეთმა სამწუხაროდ მიიღო ეს წითელი ხაზები 2008 წელს, რასაც მოყვა ობამას მერე გადატვირთვის პოლიტიკა და ასე ვთქვათ დალაგების პოლიტიკა რუსეთთან, რამაც შემდეგ 2014 წელი რეალობა გახადა და ამ ტრანსფორმაციის პროცესში სამწუხაროდ დასავლური სამხედრო ძალებიც არიან ჩართულები, მათ შორის ფრანგები, რომლებიც დამიზნების და სხვადასხვა ტიპის იარაღს აწვდიდნენ და დარწმუნებული ვარ ახლა ძალიან ასე ვთქვათ ნანობენ ამ თემას, იმიტომ რომ ადრე თუ გვიან მოუბრუნდათ და ის ფული რაც რუსეთისგან მიიღეს, ახლა უკრაინაში უნდა ჩადონ, რომ უსაფრთხო ხო, იმდენად აი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ იმდენად ვარდისფერი სათვალით ხედავდა ევროპა მსოფლიოს და ამ დემოკრატიის ხილში იყო ჩავარდნილი ისევ და ისევ აი ფუკუიამას მინდა დაუბრუნდე ხო ანუ იმდენად დარწმუნებულები იყვნენ რომ დემოკრატია მსოფლიო დონეზე განიცადა გამარჯვება ეს არ იყო მხოლოდ სამხედრო გამარჯვება ან სხვა ეკონომიკური გამარჯვება ის იყო დემოკრატიული და იდეოლოგიური გამარჯვება რომ მიაჩნდათ რომ რუსეთის და ჯეროდათ რუსეთის გაკეთილშობილების მაგრამ ისტორია გვაჩვენებს რომ რუსეთის გაკეთილშობილება ავიცი ცოტა არარეალისტური არის იმიტომ რომ შორს რო წავიდეთ ისტორიისკენ ხო იგივე სტალინის პერიოდი იგივე ივანე მრისხანეს პერიოდი რო ავიღოთ ხო ანუ მაშინაც რუსეთი იგივე მეთოდებით მოქმედებდა იგივე იდეოლოგია ამოძრავებდა რაც დღეს არის ხო სხვათა შორის ჩვენ ორგანიზაციას GeoCase კვლევა გაკეთებული რუსულ სპეცსამსახურებზე და ერთ-ერთი ფოკუსირება გაკეთებული აი ივანე მრისხანის პერიოდში რუსული სპეცსამსახურების მუშაობის მეთოდებზე და ფაქტობრივად ის მეთოდები იგივე იყო რაც სტალინის მეთოდები იყო და იგივე მეთოდები არის დღესაც რაც პუტინს გააჩნია უბრალოდ რა თქმა უნდა ტექნოლოგიური პროგრესი განიცადა ამ ყველაფერმა და განსხვავებული სახე მიიღო, მაგრამ იდეურ დონეზე ხო ანუ იგივე მეთოდებით მოქმედებს რუსეთი, რაც ძველ რუსეთში ხდებოდა. შეგიძლია სანამ გადავალთ სხვა თემაზე, რომ მაგალითები მოგვიყვანო, მაგალითად ივანე მრისხანის პერიოდში ამ დაზვერვის ან სპეცსამსახურები როგორ მუშაობდნენ და ანუ რო დავინახოთ კონკრეტულად ეს პარალელი. ხო, ну, მაშინაც მოქმედებდა პროპაგანდა აქტიურად, იგივე ეს ძალოვნები ადამიანების დამორჩილების მიზნით ძალადობდნენ ადამიანებზე ხო ანუ ხდებოდა იგივე აქტიური პროპაგანდა იმდროინდელი ხელისუფლების ძლევამოსილების შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდებოდა ხშირად საბოტაჟი ხდებოდა ხოლმე იგივე ოპერაციები false flag operations რასაც ქვია ეგეთი ტიპის რაღაც პროვოკაციები ხდებოდა ხოლმე ანუ ძალიან დეტალებში რო შევიდეთ აი ეს ყველა ჰიბრიდული ომის შემადგენელი ნაწილები რასაც დღეს ვხედავთ ჩვენ ხო ანუ მაშინაც ჩვეულებრივად ხდებოდა ხოლმე როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთაც ასე რომ ამ ყველაფერმა განიცადა მხოლოდ ტექნიკური ევოლუცია და არა თქვათ იდეური და მეთოდური ევოლუცია ანუ განვითარდა ამ ღონისძიებების ჩატარების და განხორციელების ტექნიკური საშუალებები მაგრამ მიზანი, ამოცანა და მოქმედების პრინციპი იგივე დარჩა. მოდი შევაჯამოთ 90-იანების და 2000-იანების თემა. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ კონკრეტულად რა პრობლემები იყო 90-იანებში. მოდი ახლა ვთქვათ, როგორ მოაგვარა პუტინმა აი ეს პრობლემები, რაც 90-იანებში იყო. ხო, ისევ და ისევ გავიმეორებ, რომ ეს პუტინმა რეალურად რაღაც კარდინალური ცვლილებები არ მოახდინა სისტემასთან დაკავშირებით, რაც მოქმედებდა. რეალურად მოხდა ამის ყველაფრის ინსტიტუციონალიზაცია და მართლობითი ვერტიკალის ჩამოყალიბება, ანუ ერთი ადამიანის ქვეშ ეს ელიტების მობილიზება მოხდა და ყველა ეს გადაწყვეტილები დღემდე ხო ანუ მაფიური დაჯგუფებები, ოლიგარქიული წრეები ჩვეულებრივ ოპერირებენ რუსეთში, მაგრამ ეს ყველაფერი ხდება მთავრობასთან კოორდინაციით. ანუ 90-იანებშიც ეს ხდებოდა, მაგრამ ეს ჯგუფები იყვნენ დამოუკიდებლები ხელისუფლებისგან და ხშირ შემთხვევაში ქონდათ გავლენა ხელისუფლებაზე. ეხლა კიდე შეიცვალა ეს ძალაუფლების ვერტიკალი და თუ თქვათ, მაშინ ქვემოდან ზემოთ მიდიოდა დავალებები და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობდნენ ეს ჯგუფები, დღეს უკვე ქვევიდან ზევით მიმდინარეობს მართლობა და ასევე მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ ყველაფრის სისტემატიზაცია მოხდა და ინსტიტუციონალიზაცია, ასევე გადასახადების ამოღების კუთხით, ხო, 90-იანებში ეს იყო ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და ამის
მობილიზება მოხდა, რესურსებზე მოახდინა კონტროლი და ეს რესურსები არა უკვე თქვათ ვიღაცები ჯიბეში მიდიოდა, არა უკვე ხელისუფლებაში შემოდიოდა და რა თქმა უნდა ეს სილავიკების გაძლიერება იყო ერთ-ერთი კრიტიკული მაჩვენებელი, რამაც პუტინს მისცა შესაძლებლობა, რომ ტოტალური კონტროლი გაეკეთებინა, განახორციელებინა რუსეთზე. ასევე მე ვახსენე სუვერენიტეტის საკითხი, თქვათ ქაოსი და გამომყვანი ლიდერი ისგან პუტინი გახდა სუვერენიტეტის დამცველი და თუ თქვათ 90-იანებში რუსეთი განიხილავდა დასავლეთს როგორც მოკავშირეს სუვერენიტეტის დამცველად, როდესაც მოგონებდა პუტინი უკვე შეიცვალა ვითარება და დასავლეთი წარმოჩნდა როგორც რუსეთის მტერი, იგივე თქვათ NGO-ებთან რაც ხდებოდა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ხო ანუ ეს ყველაფერი სუვერენიტეტის დაცვის მიმართულებით ხდებოდა, თუმცა რეალურად ავტორიტარიზმი მყარდებოდა და ამანაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. ანუ რეალურად პუტინმა შექმნა სახელმწიფო მძლავრი ინსტიტუტები, მაგრამ არ შექმნა მათი ასე ვთქვათ კონტროლის მექანიზმები და სამოქალაქო ზედამხედველობის მექანიზმები, ეგრეთ წოდებული ჩამკეტები, რაც დემოკრატიულ ქვეყნებში ჩვეულებრივი ამბავი არის. ანუ ცალმხრივად გააკეთა ეს ყველაფერი იმისთვის, რომ მაქსიმალური ძალაუფლება მიეღო, მაგრამ ეს გააკეთა არა ვთქვათ დემოკრატიული გზით, არამედ ავტორიტარიზმის დამყარების გზით, ესე მარტივად რო ვთქვათ. კი ბატონო, შეიძლება აუღწეროთ მაგალითად ის დამოკიდებულება, რაც პუტინის შექმნილ სისტემას შორის არის და მის მოქალაქეს შორის არის, აი სოციალური კონტრაქტის ჭრილში რო შევხედოთ, მაგრამ კლასიკური გაგებით სოციალური კონტრაქტი არის, რომ მოქალაქე დათმობს თავის რაღაც გარკვეულ უფლებებს, რაღაც პრივილეგიების სანაცვლოდ. მაგალითად, დათმობს შენ ინდივიდუალიზმს და რასაც გინდა იმას რო აკეთებ, რაღაც ჩარჩოში ექცევი, იმიტომ რომ მთავრობამ მაგალითად უსაფრთხოება მოგცეს, დაგიცვას შენზე უფრო ძლიერისგან და დაახლოებით გაგათანაბროს, ყველა მოქალაქე გაათანაბროს. აი პუტინის რუსეთში 2000-იან წლებში რაც შეიქმნა ეს სისტემა, ინკორპორაცია, რაც მოხდა ამ ყველაფერს, რა სოციალური კონტრაქტი დაიდო თავრობასა და მოქალაქეს შორის. ხო, ოფიციალურად არაფერი არ დადიოდა, მაგრამ ზეპირის შეთანხმების საფუძველზე სწორედ ეს მომენტი იყო, რომ სახელმწიფო აძლევდა გარანტიას თავის მოქალაქეს, რომ ის იზრუნება ქვეყნის განვითარებაზე, სტაბილურობაზე, ისინი იქნებოდნენ თავისუფლები ბიზნესში, ჩვეულებრივად შერწყმებოდნენ სისტემას, მიიღებდნენ სარგებლებს, თუ ამის შესაძლებლობა ექნებოდა ამ სისტემიდან და გააკეთებდნენ რაც უნდათ, მაგრამ თავარი აქ მომენტი იყო ის, რომ მათ არ ჰქონდათ საშუალება, რომ ესაუბრო დემოკრატიაზე, განახორციელებდნენ პოლიტიკური აქტივობები და უშუალოდ ხა დემოკრატია ჩვენ ვიცით ხო რაზეა დაფუძნებული, ეს არის თანამონაწილეობაზე, თითოეული მოქალაქის ჩართულობაზე, განაწყვეტილების მიღების პროცესში და ასე შემდეგ, ხო, მაგრამ ცალმხრივად გააკეთა პუტინმა, აი მე თქვენ გაძლევთ ამ პრივილეგიებს, ამ გარანტიებს და ასე შემდეგ, მშვიდობას, რაც თავარია ქვეყანაში, რაც დღეს უკვე შეიცვალეს, თუმცა თქვენ თავარი ამოცანა არის უბრალოდ ჩვენ საქმეში ჩაერევით რა, ეს იყო მარტივი ფორმულა და რაც ყველაზე მთავარი არის, ხო, ანუ მაგალითად სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან შედარებით 90-იანი წლების დასრულების შემდეგ იგივე ბალტების მაგალითი რო ავიღოთ, პოლონეთის, იგივე საქართველოს მაგალითი რო ავიღოთ, ხო? ჩვენ არ მოგვიწია გვეცხოვრა რაღაც ავტორიტარულ სისტემაში. ავად თუ კარგად ჩვენ მაინც ეს სიტყვის თავისუფლების შესაძლებლობა გქონდა, არავინ არ გვიჭერდა თქვათ ქუჩაში იმის გამო რომ განსხვავებულ არს წარმოვთქვავდით, იგივე შევარდადის პერიოდი რო გავიხსენოთ, ხო, ანუ რა ვიცი, ეგეთი თავისუფლება მე მგონი ძალიან იშვიათი იყო, ხო, ყველაფრის უფლება ჰქონდა და არაფერი არ ჰქონდა, მაგრამ შეგეძლო გეგინებინა ვისთვისაც გინდა. ხო, აი ეგ მომენტი იყო რა და ამ პერიოდში ასევე, ნუ სააკაშვილის ვარდების რევოლუციის პერიოდის შემდეგაც ქვეყანა განვითარების გზაზე დადგა, ამ წუმპედან ნელ-ნელა ამოსვლა დავიწყეთ, განვითარების გზაზე დავდექით, მაშინაც ავად თუ კარგად თუ რა თქმა უნდა ჰქონდა პრობლემები სააკაშვილის ხელისუფლებას, მათ შორის დემოკრატიული, თუმცა მაშინაც გარკვეულწილად ყველას ჰქონდა აზრის გამოხატვის უფლება და არ იყო ესეთი შეზღუდვები, როგორც თქვათ, აბსოლუტურ ავტორიტარულ რეჟიმებს ახასიათებთ ხოლმე, მაგრამ და ამ პერიოდში ხო ანუ არაერთი თაობა გაჩნდა და ამ თაობების გაჩენამ თავისუფალ გარემოში ხო ანუ ზოგადად ქვეყნის მენტალურ გამოსვლაზეც იმოქმედა დადებითად საბჭოთა კავშირის აზროვნებიდან. თუმცა აი რუსეთის მაგალითი რო ავიღოთ, აი 90-იანი წლებიდანაც რა სისტემას ჩამოყალიბდა, ჯერ პუტინამდე მაქვს საუბარი, ხო ანუ ძირითადად ეს
ცეხავიკობა ოლიგარქიული სისტემები, მაფიური და ქურდული კრიმინალური სამყაროები, ხო, ანუ დაკავშირებული იყო საბჭოთა მენტალიტეტთან და ის თაობები, რომლებიც უნდა თავისუფალ გარემოში გაზრდილი იყვნენ, ისევ და ისევ ამ საბჭოური სტილის მართლობის ქვეშ იზრდებოდნენ და აქედან გამომდინარე რუსეთის საზოგადოების კრიტიკული რაოდენობა კრიტიკული მასა ვერ გახდა, ვერ დატოვა ეს საბჭოური იდეოლოგია რა და ისევ ჩარჩდნენ ამ რაღაც ჩაკეტილ სივრცეში და მაგათვისაც ეს სოციალური კონტრაქტიც უფრო მისაღები იყო. ხო, ანუ საქართველოში რო ყოფილიყო ეს უფრო რთული იქნებოდა ბალტიის ქვეყნებში ალბათ წარმოუდგენელი, მაგრამ რუსეთში ეს მოსახლეობა ძალიან ასე თქვა კარგად მიიღო, იმიტომ რომ ქონდა გამოცდილება საბჭოთა კავშირში ცხოვრების და მიაჩნდათ რომ ეს მოდელი ძალიან მიახლოებული იყო იმ სისტემასთან და მაგათთვის ასე თქვა მისაღები იყო უფრო ვიდრე თქვა ეს დემოკრატიული საზოგადოებისთვის იქნებოდა მნიშვნელოვანი. ამიტომ რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყველა წევრმა ძალიან განსხვავებული განვითარების გზა გაიარა და ამ განვითარების გზამ საბოლოოდ მათ სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაზეც იმოქმედა და რეალურად დღეს ჩვენ ვხედავთ პოსტსოციალურ სივრცეში დემოკრატიულ ქვეყნებს, ნაკლებად დემოკრატიულ ქვეყნებს და ისევ და ისევ ეს 90-იანი წლების ანარეკლია ის რაც დღეს არის ამ სახელმწიფოებში. მოდი ახლა ჩავუღრმავდეთ დღევანდელ მდგომარეობას, ჩვენ ვისაუბრეთ რა სისტემა შეიქმნა და რა სოციალური კონტრაქტი გაფორმდა, ასე ვთქვათ, სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის. ახლა მინდა გავაანალიზოთ, ირღვევა თუ არა ეს სოციალური კონტრაქტი და რა პრობლემებს ქმნის ის აქტივობები, რაც ამ მთავრობამ განახორციელა უკრაინაში, განსაკუთრებით იმ დაპირებების ფონზე, რაც რეალურად ქონდა რუსეთს და პუტინს კონკრეტულად თავის მოქალაქეების მიმართ. Ну, რა თქმა უნდა, ეს სოციალური კონტრაქტი აღარ არის, რაც რის იმედიც ჰქონდათ რუსეთის მოქალაქეებს. ჩვენ ხედავთ, რომ უკვე ომ არა თუ უკრაინის ტერიტორიაზე, არამედ უკვე რუსეთის ტერიტორიაზე გადმოინაცვლა და ხედავთ დარტყმებს იგივე მოსკოვშიც ჩანს ეს ყველაფერი, სხვა ქალაქებშიც და ის მომენტი, რომ ხელისუფლება დაპირდა ხალხს განვითარებას და ასე ვთქვათ, უსაფრთხოებას და სტაბილურობას მორღვეულია და ჩვენ ხედავთ, რომ რამდენადაც ჩაკეტილი იყო საინფორმაციო ველი რუსეთის და ყველა ვთქვათ ამ დეზინფორმაციის და პროპაგანდის მსხვერპლი იყო, დღეს უკვე ჩანს ადამიანები, რომლებიც ღიად გამოხატავენ პროტესტს სოციალურ ქსელებში, ვინც ცხოვრობს რუსეთში. თუმცა აი 2 წლის წინ მაგალითად წარმოუდგენელი იყო ადამიანებს რაღაც სოციალური მედიაში სტატუსის გარეშე შეიძლება 3 წელი დაეჭირათ და ყველანაირი ანტისახელმწიფოებრივი, ანტიხელისუფლების ნარატივი ისჯებოდა კანონი და დღეს უკვე ეს კრიტიკული მასა, ვინც უკმაყოფილოა იმით, რაც რუსეთში ხდება, იზრდება, იმიტომ რომ მათ უკვე საკუთარ თავზე გამოცადეს იმ ომის შედეგები, რაც უკრაინაში მიმდინარეობს და აქამდე თუ რაღაც სტერილურ გარემოში იყვნენ ისინი და მხოლოდ იკვებებოდნენ სოლოვიოვის და მსგავსი პროპაგანდისტების ნარატივებით, რომ ეს არ არის ომის, ეს მხოლოდ სამხედრო ოპერაცია და ასე შემდეგ, ხო, ანუ ეს ვაკუუმი გაირღვა გარკვეულწილად, ადამიანებმა თავის თავზე დაიწყეს, თავის თავზე ღებულობენ ამ ომის შედეგებს, ეს საინფორმაციო ვაკუუმიც გარღვეული არის და აქედან გამომდინარე პროტესტიც თანამდებობ იზრდება, იგივე ეს ბენზინის რიგებთან დაკავშირებით რაც ხდება რუსეთში, ხო, ანუ ეს ყოველდღიურად ხედავთ ხოლმე რა სხვადასხვა ტიპის ვიდეოებს, რაც ვრცელდება ხოლმე სოციალური ქსელებით, ასევე ეს აფეთქებებიც რო ხდება, ამას ხო ხედავს ადამიანები და ხვდებიან, რომ ეს სოციალური კონტრაქტი ირღვევა, ასევე ეკონომიკის კუთხით ხო უკვე საკმაოდ რთულ ვითარებაში არის, რა თქმა უნდა, ხა ჩამოშლილი არის რუსეთის ეკონომიკა, მაგრამ სერიოზული სირთულეები არის აქვს მას და მალე ალბათ ისეთი დილემის წინაშე დადგება, რომ გააგრძელოს ეს სამხედრო სპეცოპერაცია იმის ხარჯზე, რომ ამ შეწყდეს, თქვათ, ადამიანებისთვის სარგებლის მიღება სახელმწიფო სერვისებისგან, თუ თქვათ, შეწყვიტოს ეს ომი და გააგრძელოს ეს განვითარების გზა, სადაც მოსახლეობა კმაყოფილი დარჩება. ეს რაღაც დილემის წინაშე დგება უკვე რუსეთი, იმიტომ რომ ვეღარ ახერხებს ერთი მხრივ ომის წარმოებას და მეორე მხრივ მოსახლეობის მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
მე ასევე დავამატებდი, რომ ერთის მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ პეტერბურგში და მოსკოვში მიმდინარე მოვლენა, მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკულად მთლიანი რუსეთის ტერიტორია მოიცვა დრონების მიერ დაბომბვებმა, პეტერბურგი და მოსკოვი არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ამას თვითონ რუსეთის ცენტრალური მთავრობაც აღიარებს, იმიტომ რომ თავიდანვე, როდესაც პირველი მობილიზაციის ტალღა დაიწყო 2022 წელს, ყველა რეგიონს შეეხო გარდა მოსკოვისა და პეტერბურგისა, იმიტომ რომ ეს არის მაინც ასე ვთქვათ გრავიტაციის ცენტრები, მათი განწყობები, იმ ადამიანების განწყობები, ვინც ამ ცენტრებში ცხოვრობს და მუშაობს და მოღვაწეობს, არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ ამას პლუს ყველაზე განათლებული კრიტიკული მასა ცხოვრობს აი სწორედ პეტერბურგში და მოსკოვში და ესეც ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ განათლებული ადამიანების მართვა ყოველთვის უფრო რთული არის, ვიდრე თქვათ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების, ვისი განათლების დონე შედარებით უფრო დაბალია, ვიდრე თქვათ ამ დიდ ქალაქებში მცხოვრები ადამიანების. კი ბატონო, მე იმასაც დავამატებდი, რომ ჩემი გადმოსახედიდან ისიც არის შესაძლებელი, რომ სოციალური კონტრაქტი პეტერბურგის და მოსკოვის მოსახლეობასთან ცოტა სხვა ყოფილიყო, ვიდრე რეგიონების მოსახლეობასთან. და დავამატებდი, რომ ეს სოციალური კონტრაქტი ასევე ითვალისწინებდა იმას, რომ რუსეთი უნდა იყოს ძალა, რომლისაც ეშინიათ. და საბოლოო ჯამში ესენი ყველაზე მეტად გრძავა უნდა ყოფილიყო. მაგრამ აი ახლა უკვე დილით იღვიძებენ, მათ კერძო ბიზნესებს აქვს პრობლემა, იმიტომ რომ ვალდბერის რამდენიმე საწყობი დაიწყო უკვე, ბენზინის მიმართულებით აქვს პრობლემა, ბენზინის ნაკლებობა ასევე ფასების ზრდას იწვევს, იმიტომ რომ ლოჯისტიკა უფრო ძვირდება, მოსავლის აღება უფრო ძვირდება და მათ ყოველდღიურ ცხოვრებას ეხება, ასე ვთქვათ, ეს ყველაფერი და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში უკვე მაქსიმუმზე არის უკმაყოფილება ომის მიმართ და სურვილი რომ ომი დასრულდეს. მათ შორის შიდა წრეებშიც და ელიტებშიც ეს უკმაყოფილება უფრო და უფრო იჩენს თავს. იმიტომ რომ ახლა პუტინის დღევანდელი მმართველობა შედგება სამ კუთხედისგან, რომელიც მოიცავს სახელმწიფო ინსტიტუტებს და ძალოვნებს, აქეთ მოიცავს ოლიგარქებს და მესამე ნაწილი ეს არის კრიმინალები, ხო? ანუ სამივე ელემენტს უკვე რაც კონკრეტული პრობლემები შეეგვდათ. ეხლა ოლიგარქებისთვისაც ეს სანქციები ძალიან რთული მომენტი არის, იმიტომ რომ მათ დიდ ნაწილს ეხლა თავისი აქტივები საზღვარგარეთ აქვს გატანილი, მათაც უნდათ კარგი ცხოვრება, არა ვთქვათ რაღაც ბაიკალის ტბაზე იარონ, არამედ კომოს ტბაზე იარონ, ხო, ანუ ბევრი ელემენტი არის, იმიტომ რომ როდესაც ამდენი თანხა გაქვს, ხო, რა თქმა უნდა, შენი მოთხოვნაც არის, რომ კარგი ცხოვრება გქონდეს და იგივე იმოგზაურო, იგივე ვთქვათ, შენი ფული დახარჯო, ეგრეთ წოდებულ ლაგჟერის ცხოვრებაში, მაგრამ როდესაც შენ სანქციების ქვეშ შექცევი და ერთი მხრივ და მეორე მხრივ სახელმწიფომ ასევე ეხლა გამახსენდა რომ კანონიც მიიღო იმასთან დაკავშირებით რომ შეუძლიათ რაც კონფისკაციის გაკეთება მათ იმის უკვე ძალაუნებურად მაგათვისაც პრობლემური არის ეს საკითხი და ისინიც უკმაყოფილოები არიან. მეორე მხრივ ძალოვან სტრუქტურებშიც მიუხედავად იმისა რომ ძალის კონსოლიდაცია მოახდინა პუტინმა, ხო ანუ ერთმანეთში მაგათ გარკვეული კონკურენცია აქვს და ბევრი ძალოვანიც არ არის ბედნიერი იმით, რაც რა დღეში დღეს რუსეთი არის. აქედან გამომდინარე ეს უკმაყოფილებაც იმატებს და საბოლოო ჯამში შეიძლება რაღაც შიდა დაპირისპირების საფუძველიც იყოს ეს გარემოება თუ კიდევ უფრო დამძიმდება და რასაც დღეს უყურებთ ჩვენ უკრაინასთან დაკავშირებით, ხო ანუ რუსეთისთვის რეალურად დრო რუსეთის წინააღმდეგ მუშაობს და რაც დრო გადის რუსეთს უფრო და უფრო მეტი პრობლემა ექნება იგივე მობილიზაციის კუთხით, იგივე ფინანსური და ეკონომიკური კუთხით და იგივე იდეოლოგიური კუთხითაც, იმიტომ რომ ეს პროპაგანდაც თუ იყო თქვა 2023-24 წლებში ეფექტური, ხო ანუ ნელ-ნელა ეს პროპაგანდაც კარგავს თავის გავლენებს და უშუალოდ სახელმწიფოც კი უკვე ხდება, ასე ვთქვათ, აღიარებს გარკვეულ პრობლემებს და ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორი არის რუსეთის კონტექსტში. მოდი ფისკალურ თემას შევეხოთ, იმიტომ რომ ეკონომიკა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, განსაკუთრებით ომის წარმოების პერიოდში, ჩვენ ვხედავთ ბოლო პერიოდში ძალიან მნიშვნელოვან განცხადებებს რუსეთის ცენტრალური ბანკის მხრიდან, სხვადასხვა ოლიგარქების მხრიდან და თვითონ მოსახლეობის მხრიდან. ახლა მარტო ბენზინის რიგები მარტო ვიდეო არ არის, ამას სერიოზული
გავლენა აქვს ეკონომიკაზე, ის ფული რაც შეიძლებოდა ამ გაყიდვებიდან შემოსულიყო, ეხლა ინდოეთში მიდის და სხვადასხვა ქვეყნებში, რომ იქიდან შევიდეს ბენზინი, რომ ჯარისთვის და სხვადასხვა მიმართულებებზე გამოიყენონ. ხო, შეიძლება პირდაპირ მოსახლეობაზე არ დაიხარჯოს, მაგრამ ჯარს ხომ მაინც სჭირდება ეს ბენზინი, ეს დამატებითი ხარჯი არის და ფისკალური შესაძლებლობებზე მინდა ვისაუბრო და რამდენად იკვეთება, რომ რუსეთი ძალიან ახლოს არის ძალიან რთულ გადაწყვეტილებებთან. როგორ არის ის ახლა ნავთობის თემას მინდა შევეხო და ისო პარალელი გამავალო 90-იან წლებთან. რუსეთის ასე ვთქვათ ეკონომიკური დეფოლტიდან გამოსვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ნავთობზე ფასების ზრდა. როდესაც ნავთობის ფასი გაიზარდა, შემოსავლების გაიზარდა რუსეთის და ამით მან შეძლო იგივე 2000-იან წლებში ერთი მხრივ ჩაესხა ეს მიღებული თანხა თავის ეკონომიკაში და განევითარებინა ეს ეკონომიკა. მეორე მხრივ აი ამ სწორედ ამ ნავთობიდან და ენერგორესურსებიდან შემოსული თანხებით მან მოახერხა რეზერვების შექმნა და მესამე რაც მნიშვნელოვანი იყო საგარეო ვალის გასტუმრების დაიწყო მან და რამდენიმე кейსი იყო, როდესაც რუსეთმა არათუ ვალი გაისტუმრა, არამედ წინსწრებით გაისტუმრა ვალი, რომელიც ჰქონდა საერთაშორისო სავალუტო ინსტიტუტის. აქედან გამომდინარე, ნავთობის ზოგადად ფასები და ნავთობი და გაზი რუსეთისთვის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი მისი საომარი მანქანის რჩენისთვის. ერთი მხრივ ჩვენ რას ხედავთ დღეს, რომ უკრაინა ახორციელებს ყველაზე ძლავრ ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმას, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტომატურად ჩერდება ნავთობის გადამუშავება რუსეთისთვის და მეორე მხრივ სანქციების მიმართულებით ხდება სხვადასხვა ტიპის სანქციების დაწესება რუსეთზე, რომელიც უგრძალავს რუსეთს ნავთობის რეალიზაციას. ანუ ორივე მხრიდან რუსეთის ამას აქვს ზეწოლა რუსეთის ეკონომიკაზე და რა თქმა უნდა ციფრებში ისახება თუ ნახავთ ჩვენ პირველი კვარტლის მონაცემებს წინა კვარტალთან შედარებით, ხო, ანუ მნიშვნელოვანი ცვლილებები არის. მომავალი წლის ეკონომიკური ზრდაც მე მგონი 0.1%-ით არის ნავარაუდები, თუმცა ექსპერტები საუბრობენ იმაზე, რომ შეიძლება მინუსებში წავიდეს ეს ყველაფერი და თუ ესე გაგრძელდა და ფიქრობ, რომ ამ ნაბიჯებით ეხლა მაგალითად 2022 წელს, როდესაც ევროკავშირმა დაიწყო სანქციების დაწესება რუსეთზე, ხო, ანუ ყველას რატომღაც ეგონა, რომ აი რამდენიმე თვეში რუსეთს სერიოზული პრობლემები შეექმნება და ასე შემდეგ, მაგრამ ეს სანქციები ყოველთვის გათვლილი არის გრძელვადიან პერსპექტივაზე და შესაბამისად ის სანქციები რაც მაშინ დაწესდა, მე ნელ-ნელა მკაცრდებოდა უკვე 21 პაკეტამდე მივიდა, ხო, ანუ ამ სანქციებს ყოველთვის აქვს ნელი მოქმედების ეფექტი რა და შესაბამისად ის პროცესი რაც დაიწყო 2022 წელს, ხო, ანუ დღეს ხდება უკვე ამის ასე ვთქვათ სისრულეში მოყვანა და შედეგები კონკრეტული დგება ეხლა და ეს ნეგატიური ტენდენცია რა თქმა უნდა გაგრძელდება პლუს ამას აი დილემა ვახსენე მე რომ ცოტა ხანში რუსეთი შეიძლება დადგეს დილემის წინაშე რომ თქვათ ის ვალდებულებები გაისტუმროს რაც გულისხმობს სოციალურ პასუხისგებლობას ხელფასებს საჯარო სექტორებში და ასე შემდეგ ან გააგრძელოს ომის წარმოება აქედან გამომდინარე უკვე ამ რთული დილემის წინაშე რომ თუ დადგა რუსეთი და აირჩია მაინც ომის გაგრძელება ხო ანუ სერიოზული პრობლემის წინაშე წარმოდგება და ყოველთვის აი ავღანეთის სცენარი მახსენდება ხოლმე ცივი ომის პერიოდში როგორ თქვათ ავღანეთის კამპანიამ ხელი შეუწყო რუსეთი საბჭოთა კავშირის დაშლას. რა თქმა უნდა, ხა რუსეთი არ დაიშლება და ესე მარტივად და არც არის მე მგონი დასავლეთის ინტერესებში რუსეთი დაიშალოს, იმიტომ რომ ამას შეიძლება უფრო დიდი საფრთხე მოყვეს ვიდრე დღეს არის, მაგრამ რუსეთის დასუსტების ტენდენცია უკვე შესამჩნევია. კი, მე სულ ვამბობ, რომ პუტინი პრაქტიკულად შაჰიდის ქამრით დგას და უჭირავს ხელში დეტონატორი და ამბობს, რომ ან მომეცეთ ჩემი გეოპოლიტიკური მიზნები, ან დაშლამდე მივიყო რუსეთს, იმიტომ რომ გრძნობს, რომ ეგ არ არის არავის. და კიდე ერთი ფაქტორი, რაც არის, ეს არის მსხვერპლი, ადამიანური მსხვერპლი, ანუ მილიონზე მეტი ადამიანი შეეწირა უკვე რუსეთის მხრიდან სტატისტიკური ინფორმაცია, რაც გვეუბნება, თუმცა შეიძლება ეს რიცხვი უფრო მეტი იყოს. ამომს და ნუ დემოგრაფიული პრობლემებით შეიძლება ახლა 90-იანებში კიდე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი რაც იყო, ეს იყო დემოგრაფიული პრობლემების გაჩენა რუსეთში, იმიტომ რომ 95 წელი თუ 16 წელი იყო, რომ მამაკაცების სიცოცხლის უნარიანობა სტატისტიკურად შემცირდა 5 წლით, რაც უკავშირდებოდა უკვე დემოგრაფიულ პრობლემებს და ეხლაც რუსეთისთვის ახლა მილიონიანი დანაკარგი ხო გარკვეულწილად დემოგრაფიულ პრობლემებთან არის დაკავშირებული, ახლა მაშინ სხვა
პრობლემა იყო, მაგრამ ესეც დემოგრაფიასთან არის დაკავშირებული და თუ თქვა რუსეთმა მოახერხა და გამოაცხადა მობილიზაცია სექტემბერში, რაზეც არის საუბარი, ხო? კიდევ უფრო გაიზრდება მსხვერპლის რაოდენობა და ეხლა ამ მსხვერპლს ხო თავისი ოჯახების წევრებიც ყავს, რა თქმა უნდა, ბუნებრივია და უკვე ბევრი ხვდება იმას, რომ ფაქტობრივად საზარბაზნე ხორცად იყენებენ ამ ადამიანებს ამ ომში, იმიტომ რომ უკრაინა იმდენად წინ წავიდა ტექნოლოგიების კუთხით, რომ სახმელეთო ბრძოლაში ხშირად დრონებს იყენებს ცოცხალი ძალის წინააღმდეგ და დანაკარგი თავის მხრივ დანაკარგებს ამცირებს და ამ ომში ხო ანუ შესაბამისად დატვირთვა ამ ადამიანებს აქვთ მხოლოდ და მხოლოდ ის იმისი, რომ რაც საზარბაზნე ხორცად გამოიყენონ. თან მეორე მომენტი არის კიდე ის, რომ კვალიფიციური სამხედროების გამოზრდის პროცესიც არ მიმდინარეობს ეფექტურად. ფაქტობრივად ისეთ ადამიანებს უშვებენ ხოლმე ომში, ვისაც არანაირი სამხედრო გამოცდილება არ აქვთ. აი 2022 წლის დასაწყისში რუსეთმა კრიტიკული რაოდენობის აი მაღალი სამხედრო მომზადების პირები დაკარგა ამ ომში და შესაბამისად ამის სერიოზული პრობლემაც აქვს. შეიძლება რაოდენობრივად კვლავ დიდი რესურსი ქონდეს რუსეთს, მაგრამ ხარისხობრივად ხო ამ რესურსის ეს რესურსი ძალიან დაბალ ნიშნულზე ვარდება, იმიტომ რომ ცირდება თქვათ აი სპეციალურად მომზადებული ჯარისკაცების რაოდენობა, ვისაც აი საბრძოლო ბრძოლაში შეუძლიათ ეფექტური შედეგის მიღწევა. აი ნელ-ნელა გროვდება ეს პრობლემები და ერთ დღესაც შეიძლება ისე იფეთქოს ამ პრობლემებმა, რომ სერიოზული პრობლემები შეუქმნას რუსეთის რეჟიმს. ერთის მხრივ ეს დემოგრაფიული პრობლემები ძალიან რთული თემა არის, მაგრამ მეორე ისევ ავღანეთის თემას თუ გავიხსენებთ, 90-იანების კრიმინალური დაჯგუფებების ძირითადი ძალა და ძირითადი კუნთი, ასე ვთქვათ, იყო ზუსტად ის სამხედროები, რომლებიც გიროი ავგანას ეძახდნენ ამ გასტას ვინც დაბრუნდნენ და ძირითადად ამ კრიმინალური დაჯგუფებების ყველაზე სისხლიანი და ესეთი დაჯგუფებები იყო ზუსტად ეს ადამიანები და როდესაც ეკონომიკა არ არის ჯანსაღად და არ აქვს იმის რესურსი, რომ შეინარჩუნოს ეს ადამიანები, რომც მორჩეს ხვალ ეს ომი სერიოზული პრობლემების წინაშე არის და ამ პრობლემებს უკვე ვხედავთ, იმიტომ რომ 100-ზე მეტი შემთხვევა არის დაბრუნებული სამხედრო, რომ თავის სოფელში ან ქალაქში ვიღაცას კლავს და ეს ჩვენ რაც ვიცით, თორე გაცილებით უფრო მეტი რაოდენობის ადამიანები, იმიტომ რომ რუსეთში იმდენად ჩაკეტილი საინფორმაციო ველია, რომ ძალიან რთულია ხოლმე რეალურად იმ სურათის დანახვა, რა სურათიც მიმდინარეობს, რა სურათიც არსებობს, თქვათ ქვეყანაში აქედან გამომდინარე, ხო ესეც გარკვეულწილად სერიოზული პრობლემა არის და ყველა ინდიკატორი გვიჩვენებს იმას, რომ რუსეთის პრობლემები იზრდება და იზრდება. თუმცა მე არ ვფიქრობ, რომ ეს შეიძლება გადაიზარდოს მასობრივ პროტესტებში, იმიტომ რომ დღეს რუსეთის ოპოზიციური ველი ფაქტობრივად მოსუფთავებული არის და არ არიან, ასე ვთქვათ, რუსულ ოპოზიციონერები, ვისაც შეუძლია ადამიანების მობილიზება, მასობრივი პროტესტის გამართვა და ასე შემდეგ. თუმცა ამან შეიძლება იფეთქოს ისევ და ისევ შიდა ელიტებს შორის დაპირისპირებაში და ამან გამოიწვიოს სისტემის გარკვეულწილად რღვევა. სოციალური კონტრაქტი რო ვახსენეთ, იქ მეორე თემა იყო სამხედრო ძალა და შიში, ასე ვთქვათ. როგორ ეტყობა, ახერხებს თუ არა რუსეთი ამ სამხედრო დანაკარგების ხარისხობრივ ჩანაცვლებას და თუ ეს უკვე ნაწილობრივ თქვით, მაგრამ მარტო რაოდენობრივ თემაზეა დამოკიდებული, მაგრამ ეს შეიძლება ითქვას, რომ აი ბოლო 7 თვის განმავლობაში უკვე უკრაინა რეპორტებს აკეთებს, რომ გაცილებით უფრო მეტი ადამიანი უკვდება რუსეთს, ვიდრე რეკრუტირების შესაძლებლობა აქვს. და რამდენად არის ეს განახლებადი რესურსი და რამდენად აქვს საშუალება, რომ ფრონტი შეინარჩუნოს? ხო, აქაც ძალიან საინტერესო ტენდენცია ვითარდება. თუ თქვათ 2022 წელს ტექნოლოგიურ დონეზე რუსეთი და უკრაინა შესაძლოა ერთ დონეზე იყვნენ, ან რაღაცეებში რუსეთი შეიძლება უფრო წინ იყო ტექნოლოგიურად ვიდრე უკრაინა, დღეს უკვე ჩვენ მივიღეთ სურათი, რომ უკრაინა რამდენიმე თავით უფრო მაღლა დგას სამხედრო ტექნოლოგიური კუთხით, როგორც ადგილობრივი წარმოების კუთხით, ასევე დასავლური შეიარაღების მიმართულებით და რუსეთზე უკრაინამ სერიოზული ტექნოლოგიური უპირატესობა სამხედრო ტექნოლოგიური უპირატესობა მოიპოვა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არის, იმიტომ რომ რუსეთი ვეღარ ეწევა ტექნოლოგიურად და თანამედროვე სოფლიოში ხო უკვე ტექნოლოგიებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და ეს დანაკარგებიც რაც არის გამოწვეული, დიდი დანაკარგები ერთი მხრივ ეს არის ტექნოლოგიური ჩამორჩენის კუთხით და მეორე მხრივ არის იმ არაკვალიფიციური ოფიცრების გაგზავნით ფრონტზე, რასაც რუსეთი აკეთებს ეგრეთ წოდებული საზარბაზნე ხორცად. ანუ კვალიფიციური
სამხედროების მომზადების კუთხითაც ამას ხო დრო ჭირდება ერთ თვეში და ორ თვეში შენ ვერ უმამზადებ ისეთ ქმედუნარიან ჯარისკაცს, რომელიც თავისუფლად შეგიძლია გაუშვა ფრონტზე და იმას შედეგიანად იბრძოლოს. ამიტომ იძულებულები არიან ხოლმე რაღაც ორკვირიანი და ერთთვიანი მომზადების გავლის შემდეგ გაუშვან ახალგაზრდები მანდ, ან იგივე უცხოელები ჩვენ ვნახეთ აფრიკის და ინდოეთის მოქალაქეები, ვინც ასევე ჩრდილოეთ კორეის, ვინც იბრძოდა, ნუ ჩრდილოეთ კორეელები ალბათ უფრო მომზადებულები იქნებოდნენ, მაგრამ ეს ინდოელები და აფრიკელები მე მგონი ავტომატით უჭერიათ არასდროს ხელში და აი ასეთი მასით ხდება ჩანაცვლება და რა თქმა უნდა ეს ხარისხობრივად აგდებს რუსეთის შესაძლებლობებს. ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ რომ უკრაინამ ასევე წინ წაიწია ფრონტის ხაზის მიხედვით და მოახდინა დიდი რაოდენობის ტერიტორიების დეოკუპაცია რუსული ჯარისგან გაწმენდა და ეს პროცესი ვითარდება. მე ვფიქრობ რომ თუ თქვათ ეს სამხედრო შეიარაღების მიწოდების ჯაჭვი არ შეწყდება უკრაინასთან დაკავშირებით და გაგრძელდება მისთვის შეიარაღების მიწოდება განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის სისტემების, რაკეტების და სახარჯი ტექნიკის, ხო ანუ უკრაინას რეალურად უჩნდება შანსი რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ წარმატებას მიაღწიოს რუსეთთან მიმართებით და რეალურად დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდაზე გამართული როგორც ტრამპი ამბობსლობე არაერთი კარტით ხელში პუტინთან მიმართებით და ამ კონტექსტში უკვე უფრო მეტი მიიღოს, უფრო დიდი შედეგი მიიღოს ამ ომისგან, ვიდრე თქვათ მიიღებდა შარშან ან შარშანწინ. ამ ყველაფერში ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ მობილიზაციის თემა არის ჭორები, რომ სავარაუდოდ არის შესაძლებელი, რომ შემოდგომაზე დაიწყოს მობილიზაცია. არ ვიცი, მე არ ვარ დარწმუნებული, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ მობილიზაცია, ასე ვთქვათ, ძალიან რთული გადაწყვეტილება არის პუტინისთვის. ნუ ფაქტობრივად აღიარებს, რომ ის ნარატივი და პროპაგანდა, რაზეც ქონდა აწყობილი, რომ ეს იყო მხოლოდ სამხედრო ოპერაცია, მობილიზაციის შემთხვევაში უკვე მოუწევს საზოგადოებისთვის აღიარება იმისი, რომ თქვათ, არა თქვათ სამხედრო სპეცოპერაცია მიმდინარეობს, არამედ უკვე ომის ფაზაში ვართ გადასულები რა და აქედან გამომდინარე უკვე ესეც გარკვეულწილად მოსახლეობის განწყობაზე ნეგატიურ გავლენას მოახდენს. კი ბატონო, აუცილებლად მოახდენს და პლუს მეორე თემა არის, რომ პუტინი რამდენიმე წელია და პუტინის პროპაგანდისტები, მათ შორის ქართველი პრორუსებიც იმალებიან იმ ფაქტის უკან, რომ ჯერ ომი არ დაუწყია რუსეთს. ანუ რაღაცა წითელი კნოპკა არსებობს, რომელსაც დააჭერს და რაღაცა მოხდება. ანუ მობილიზაცია არის ერთი ეს თემა, რის გამოყენების შემდეგაც უკვე ამ მითის რაღაც გაურკვეველი მოლოდინის უკან ვეღარ დაიმალები, რომ ის წარუმატებლობა ვეღარ ეგრეთ წოდებული გაправდება, იმითი რომ ჯერ ომი არ დაგიწყე. ანუ ეს ფარი, ასე ვთქვათ, პროპაგანდისტული ფარი, რაც არის, რომ ჯერ ომი არ დაწყებულა, მოცილდება და ძალიან რთული გადაწყვეტილება იქნება მისაღები, მაგრამ ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ სავარაუდოდ თუ მოხდა მობილიზაცია და როცა მოხდება, ნიშნავს, რომ უკვე დასკვნით ფაზაში შედის კონფლიქტი უკრაინაში. კი ბატონო, მაგრამ აი მობილიზაციის კუთხითაც პუტინს გარკვეული გამართლება დაჭირდება, თუ რატო აკეთებს მობილიზაციას. ამდენი წელი თუ ვერ დაამარცხა უკრაინა, ეხა მობილიზაციაზეც, ანუ ამ შემთხვევაში მე იქით მიმყავს საუბარი, რომ შესაძლოა ახალი კერა დაჭირდეს მაგისი საომარი კერა იმისთვის, რომ გაამართლოს ეს მობილიზაციის მომენტი და აქ შემთხვევაში უკვე ის შიშები, რომ თქვათ, რომელიმე ნატოს წევრზე განახორციელებს პუტინი თავდასხმას ან რაღაცა ესეთი ნაბიჯი იქნება, შესაძლოა რეალობასთან არც შეშორს იყოს. ანუ შენ ფიქრობ, რომ შესაძლებელია ესკალაცია გადაწყვიტოს და შესაძლებელია, თუმცა კუთხეში მიმწყდელმა ესკალაცია რო იქნება რა. მაგრამ ნაკლებად სავარაუდო არის, თუმცა ეს სცენარიც შესაძლოა რეალისტური აღმოჩნდეს. თუმცა რა თქმა უნდა, გამოსარიცხი ეს არ არის, თუმცა ეს მობილიზაციაც თუ დაიწყო, ხო, ანუ ამას ალბათ მასშტაბური სახე ექნება და მე ვფიქრობ, რომ ეს საზოგადოებაში უკმაყოფილებას კიდევ უფრო ზევით აწევს და ტემპერატურასაც უფრო ზევით აწევს, რაც არ არის ხელსაყრელი პუტინისთვის. ამ მობილიზაციასთან და სხვა თემებთან ერთად ხშირად ეს პროპაგანდაც პრორუსული და საქართველოსიც მათ შორის იყენებს იმ მოცემულობას, რომ რუსეთს აქვს სოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ბირთვული არსენალი და თუ საქმეზე მიდგა, გამოიყენებენ ამ ბირთვულ არსენალს საკუთარი სამხედრო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად და რა ინდიკატორები არსებობს, არის ეს რეალობასთან ახლოს თუ არის, ასე ვთქვათ, რაღაც პრობლემები
გაყენები ამ მიმართულებით? რა თქმა უნდა, როგორც წესი, ხა გამოსარიცხი არასდროს არაფერი არ არის ხოლმე თანამედროვე სოფლიოში, მაგრამ ჩვენ უნდა აქცენტირება ამ შემთხვევაში ალბათ გავაკეთოთ იმ შედეგებზე, რა შედეგებიც მოყვება რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებას, ხო? ანუ პირველი დავიწყოთ იმით, რომ თუ რუსეთი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს, ამას დიდი ალბათობით მოყვება უკვე საპასუხო რეაქცია დასავლეთის მხრიდან. მე არ ვამბობ, რომ დასავლეთი ავტომატურად ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, მაგრამ სავარაუდოდ ამას მოყვება იგივე შესაძლო შავი ზღვის ან სხვა ფლოტების განადგურება მოყვეს რუსეთზე, გარკვეული დარტყმები განხორციელდეს უკვე ნატოს წევრი ქვეყნების მხრიდან და ამას მოყვეს სერიოზული ესკალაცია. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ჩინეთის ფაქტორი. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთს გააჩნია ბირთვული იარაღის დიდ წინააღმდეგობაშია მის გამოყენებასთან. რუსეთმა რომ გამოიყენოს ბირთვული იარაღი, უკვე ვერც ერთი ქვეყანა ვეღარ ითანამშრომლებს რუსეთთან როგორც ფარულად, ასევე ღიად, იმიტომ რომ ეს იქნება, როგორ თქვა, წითელი ხაზი ამ ქვეყნების ურთიერთობებში. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩინეთი გარკვეულწილად ახდენს რუსული ეკონომიკის გადარჩენას რა გარკვეული მიმართულებებით და ასევე პაკისტანიც ხო ინდოეთის ანუ ეს ყველა ქვეყნები ბირთვული ქვეყნები გარკვეულწილად რუსეთს ეხმარებოდნენ რაღაც დონეზე შეიძლება ეხმარებიან და ასე შემდეგ და ფაქტობრივად ეს ნიშნავს რომ ყველა ეს ქვეყანა დაბლოკავს რუსეთს და რუსეთი მოექცევა სრულ იზოლაციაში ერთადერთი მოკავშირე შეიძლება ჩრდილოეთ კორეა დარჩეს ვისი მეტადაც რუსეთი ვერ იქნება იმიტომ რომ ჩინეთი ნამდვილად გაწყვეტს მასთან ურთიერთობას ასევე რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენებას ავტომატურად მოყვება ის რომ სავარაუდოდ იაპონიას და სამხრეთ კორეას შექმნიან ბირთვული იარაღს იმიტომ რომ ეს იქნება წითელი ხაზის გადალახვა და ჩვენ ვიცით არაერთი შეთანხმება არსებობს ბირთვული გავრცელებლობის შესახებ რომელსაც იცავს თანამედროვედ ყველა ქვეყანა და ეს შეთანხმება თუ დაირღვა უკვე სხვებიც დაარღვევენ მაგას და შექმნიან ბირთვულ იარაღს და შესაბამისად ეს მოცემულობა რუსეთი ისეთ ეკონომიკურ კოლაფსში აღმოჩნდება უკვე რომ და ისეთ ძივ შედეგებთან იქნება დაკავშირებული ეს ყველაფერი რომ მაშინ უკვე შეიძლება რაღაც სერიოზულ ჩამოქცევაზე ვისაუბროთ რუსეთის შიგნით და ეს კიდე ერთ-ერთი ფაქტორი არის ის რომ თუ თქვა პუტინი გადაწყვეტს ბირთვული იარაღის გამოყენებას მე ვფიქრობ რომ მაგას სერიოზული წინააღმდეგობა შეხვდება მისი გარემოცვის მხრიდან იმიტომ რომ გარემოცვა კარგად გააცნობიერებს იმ შედეგებს რომელიც მაგათ პირადად შეეხება ხოლმე და მანდ არ არის ეს ბირთვული იარაღის გამოყენება არ არის რომ პუტინი წითელ ღილაკს დააჭერს ხელს და რაკეტა გაფრინდება ამას თავისი იერარქია აქვს თავისი ტექნიკური პროცესი აქვს და შესაბამისად დარწმუნებული ვარ რომ ამ პროცესში მას სერიოზული წინააღმდეგობა შეხვდება და შეიძლება არც მისცენ იმის საშუალება რომ გამოიყენოს ბირთვული იარაღი აქედან გამომდინარე ამის ალბათობა ძალიან დაბალი არის ისევ და ისევ რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე ეს თუ მოხდება ის უფრო მეტად რუსეთს დააზიანებს ვიდრე რუსეთის რაღაც ინტერესებს გაატარებს და მე ვფიქრობ რომ ამ ეტაპზე ეს ამის ალბათობა ძალიან დაბალია. შეგვიძლია უკეთესად ავხსნათ აი ჩინეთისთვის რატო არის მაგალითად წითელი ხაზი ბირთვული იარაღის გამოყენება, იმიტომ რომ ხშირად ისმის და არაერთხელ გავრცელებულა არაოფიციალური ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი ვიზიტისას ჩინეთში პუტინს ძალიან მკვეთრად უთხრეს, რომ ბირთვული შანტაჟი და ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ საუბარს მოუკლონ და რაღაც პერიოდის განმავლობაში პუტინის მხრიდან საერთოდ აღარ იყო საუბარი, მედვედევიც კი გაჩუმდა ამ მიმართულებით. ხო, ну, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ეს არის სამხრეთ კორეის და იაპონიის ფაქტორი, იმიტომ რომ ამ გავრცელებლობის შეთანხმებით რაც აქვს ქვეყნებს ნაკისრი ვალდებულებები და სხვა კონვენციებით იაპონიას და მოგეხსენებათ ურთიერთობები იაპონიას და სამხრეთ კორეას შორის, ასევე ჩინეთს შორის არის ხოლმე რაღაც დაძაბულ ფაზაში შედის ხოლმე და ჩინეთის ინტერესებში არის, რა თქმა უნდა, რომ ამ ქვეყნებს არ ქონდეთ ბირთვული იარაღი, ხო, ლოგიკურიც არის ეს. და ეს შეთანხმება რომ დაირღვეს უკვე ორივე ქვეყანას ლეგიტიმური უფლება ექნებათ რომ მათაც გააჩნდეთ ბირთვული იარაღი და ეს რეალურად ძალთა ბალანსს შეცვლის შორეულ აზიაში და შესაბამისად ჩინეთის დომინირებას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს. აქედან გამომდინარე ჩინეთს არ აწყობს ამ ორ ქვეყანას რომ ბირთვული იარაღი ქონდეს და რუსეთის გამოყენებით ხო ისინი ავტომატურად ამას გააკეთებენ, ამაზე მე მგონი გაცხადებულიც აქვთ მაგათ და შესაბამისად
მაგათ ინტერესებში არ შედის და მეორე მომენტი არის ის, რომ გამოვა, რომ ჩინეთს მოუწევს ამ ურთიერთობების გაწყვეტა, იმიტომ რომ გამოვა, რომ ჩინეთი ეხმარება ბირთვულ სახელმწიფოს, რომელიც იყენებს ამ იარაღს, მაშინ, როდესაც ჩინეთი აქტიურად ლობირებს იმას, რომ მოხდეს, თქვათ, ბირთვული იარაღის შემცირება, გავრცელებლობას მხარს უჭერს და ზოგადად ბირთვული იარაღი წინამდე გამოდის ხოლმე და მომხრეა ხოლმე, რომ ბირთვულმა ქვეყნებმა შეამცირონ ბირთვული იარაღის არსენალები. აქედან გამომდინარე, ეს ეწინააღმდეგება ჩინეთის ინტერესებს და ლოგიკურიც არის, რომ ყველანაირად შეესწება იმას, რომ რუსეთს გარკვეული დაბრკოლებები შეუქმნას ამასთან დაკავშირებით. იგივე ისრაელის კონტექსტით რო ავიღოთ, ხო, ანუ ისრაელსაც ალბათ უკვე ამ მოცემულობაში ისრაელის შექმნის თავის ბირთვულ შეიარაღებას და შეიძლება სხვა ქვეყნებიც მაგ გზას დაადგნენ. კი, ანუ ახალი ბირთვული ხო, იმიტომ რომ აქამდე ეს ხელშეკრულება ცივი ომიდან მოყოლებული, ანუ იმით იყო, ანუ ბირთვული იარაღს ჰქონდა გარკვეული შემაკავებელი როლი, ხო, ანუ კი გვახსოვს ჩვენ კუბის კრიზისი, სუეცის კრიზისი, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც არ მოხდა ბირთვული იარაღის გამოყენება, როცა ბირთვული თავდასხმის ზღვარზე იყო მსოფლიო, მაგრამ მაინც არ მოხდა ეს და ყველა ძალიან სიფრთხილით ეკიდება ამ ფაქტს და იციან, რომ ერთ გასროლასაც კი შეიძლება ისეთი შეუქცევადი შედეგები მოყვეს, რომელიც გამოიწვევს მასობრივ გრევას, არმაგედონისებულ რაღაც შედეგებს და ასე შემდეგ და ყველა ცდილობს, რომ ეს ამ რიტორიკაში არ შევიდეს რა. ეხლა აი რომელი ქვეყანა გახსენდება თქვენ რუსეთის გარდა, რომელიც ბირთვული რიტორიკით მოქმედებს ბოლოების გარეთ. ხო, ნუ ჩრდილოეთ კორეა რაღაც უფრო კომიკურ кейს მახსენებს, მაგრამ რეალურად რო შევხედოთ ამ სიტუაციას, ხო, ანუ არც ერთი ქვეყნის ინტერესებში არ არის ბირთვული იარაღის გამოყენება და შესაბამისად არც რუსეთის ინტერესებში არის, იმიტომ რომ ისეთი შედეგები მოყვება ამ ყველაფერს, რომ რეალურად ძალიან დამაზიანებელი იქნება, მაგრამ აი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ პუტინმაც რომ გადაწყვიტოს ბირთვული იარაღის გამოყენება, მე ვფიქრობ, რომ მაგას გენერალიტეტში ძალიან სერიოზული წინააღმდეგობა შეხვდება და სპეცსამსახურების მხრიდანაც და ამან შეიძლება პირადად პუტინისთვის მძიმე შედეგები გამოიღოს. კი ბატონო. ჩვენ როდესაც ვისაუბრეთ პუტინის მიერ 2000-იან წლებში განხორციელებულ რეფორმებზე, არა, ნუ ძალაუფლების კონსოლიდაციაზე, ერთ-ერთი თემა არის ძალაუფლების ასე ვთქვათ, ვერტიკალის შენარჩუნება და სხვადასხვა ინსტრუმენტების ინკორპორაცია ამ ყველაფერში. ეს ნიშნავს, რომ ძალაუფლება და გადაწყვეტილების მიღები სტრუქტურა, ასე ვთქვათ, არის ძალიან ხისტი. ის არ არის დრეკადი, ის არ იცვლება მარტივად. ჩვენ თავიდანვე ვნახეთ, მაგალითად, აი ძალიან საინტერესო მოვლენები იყო და ომის დასაწყისში, როდესაც რუსის სამხედროები მიუხედავად იმისა ლოგიკაში ჯდებოდა თუ არა დოქტრინის მიხედვით მოქმედებდნენ. იყო მაგალითად აიღეს სოფელი და სოფლის შესასვლელში პოსტი მოაწყეს, ხალხი მოდიოდა ამ პოსტს ანგრევდა, იპარავდა რაღაცას, მერე ისე მიდიოდნენ, ესე ვაწყობდნენ ამ პოსტს. დოქტრინაში ეგრე უწერიათ და ნუ დოქტრინას ასრულებდნენ, მაგრამ ეს ასევე ნიშნავს, რომ არ არის მოქნილი გადაწყვეტილების მიღების სისტემა. უკრაინაში ჩვენ ვუყურებთ, რომ თავდაცვის მინისტრის რამდენიმეჯერ გამოიცვალა, გენერალური შტაბის უფროსიც გამოიცვალა, მეთაურები იცვლებიან. ანუ უკრაინა უფრო მოქნილია და ზელენსკი უფრო ცდილობს, რომ სიტუაციურად მოარგოს ძალიან ბევრ რაღაცას. შენი აზრით ეს 2000-იან წლებში შექმნილი ძალაუფლების ვერტიკალი და ეს კონსოლიდირებული ძალაუფლება, რაც ძალა იყო და პლუსი იყო პუტინის რუსეთისთვის, რომელმაც დააბრუნა რუსეთი იმპერიულ პოლიტიკის, ასე ვთქვათ, მიმართულებით, არის თუ არა დღეს შემაფერხებელი მისი წარმატების და იმისი, რომ ან გამოვიდეს ამ ომიდან და მომავალზე იფიქროს, ან რამე მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანოს მის ომის წარმოებაში. ზოგადად უფრო ფართე ჭრილში რო შევხედოთ ძალის კონსოლიდაციას, გარკვეულ მიმართულებებზე პუტინს გაუადვილა გადაწყვეტილებების მიღება ასეთმა სისტემამ, იმიტომ რომ ეს ბიუროკრატიული მომენტი ხო გადაწყვეტილებების მიღებაში გამარტივდა იქიდან გამომდინარე, რომ პუტინი არის მთავარი, ასე ვთქვათ, ქვეყნის მეთაური, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს და აქედან გამომდინარე გადაწყვეტილებები უფრო სწრაფად მიიღება, ვიდრე მე საერთო გადაწყვეტილებებზე მაქვს საუბარი და არის სამხედრო კონტექსტში რა. მაგრამ რაც შეეხება სამხედრო მიმართულებას, ხო, ანუ მეტწილად რუსულ ჯარში მიუხედავად გარკვეული მოდერნიზაციისა, ჯერ კიდევ ეს საბჭოთა მენტალიტეტი არსებობს, იგივე ეს უფრო უმცროს
სობა ხო ანუ მაგალითად უკრაინის შემთხვევაში ლეიტენანტმა შეიძლება დამოუკიდებელი რაც გადაწყვეტილება მიიღოს სიტუაციიდან გამომდინარე სწრაფი და არ დაეკითხოს თქვათ იგივე 100 მეთაურს იმიტომ რომ ამას მოითხოვდა სიტუაცია მაგრამ აი რუსეთში იმდენად არის ეს იერარქია სამხედრო იერარქია გამჯდარი მაგათ სისტემაში რომ აი პატარა გადაწყვეტილებასაც კი უნდა ზევით შეთანხმება ამ იერარქიულ დონეზე და ეს რა თქმა უნდა აფერხებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს და ეს საბჭოური გადმონაშთი ისევ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არსებობს რუსეთის ჯარში რაც უკრაინაში არ ხდება უკრაინის ჯარში ხა მე წარსულიდან გამომდინარე მისწავლია არაერთ უკრაინელ ოფიცერთან და მათი აზროვნება უკვე მიახლოებულია დასავლურ სამხედრო აზროვნებასთან ნატოსთან თანამშრომლობამ და დასავლეთთან თანამშრომლობამ სამხედრო კუთხით თავისი ასე ვთქვათ დაღი დაასვა პოზიტიური დაღი დაასვა უკრაინულ ჯარს ასევე ეს გამოცდილება რაც მიიღეს 2014 წელს იგივე ვთქვათ 22 წელს ხო ანუ ფაქტობრივად ახალ საფეხურზე გადაიყვანა მათი იგივე სამხედრო იერარქია, გადაწყვეტილების მიღების პროცესი და ასე შემდეგ. ხოლო რუსები ისევ და ჩარჩენილები არიან იმ სამხედრო გარემოში, რა სამხედრო გარემოც ჰქონდათ იგივე 90-იან წლებში და იგივე 2008-ში და 14-ში. კი, რა თქმა უნდა, მოდერნიზაცია ტექნოლოგიურად განიცადა რუსებმა, მაგრამ აი ეს მენტალობა, რაც რასაც ქვია სამხედრო მენტალობა, ხო ეს დიდათ არ არის შეცვლილი და რა თქმა უნდა ეს გადაწყვეტილების მიღებებსაც აფერხებს და ამის ცვლილება ესე მარტივად ვერ მოხდება განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ომის რეჟიმშია რუსეთი უკრაინასთან. კი ბატონო, ჩვენ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შევხედეთ და დავინახეთ, ასე ვთქვათ, რუსეთის დასუსტება, რამაც გააჩინა ეს შესაძლებლობების ფანჯარა. ეხლა როგორ გამოიყურება რუსეთის დასუსტება? რა მიმართულებით სუსტდება და რას ნიშნავს ეს? Ну, ფაქტობრივად რუსეთი განიცდის რეგრესს ყველა მიმართულებით, კიდე აიღე ეკონომიკა, ენერგეტიკა, სამხედრო მრეწველობა კი, ეხლა რუსეთი გადასულია ომის ეკონომიკაზე, საწარმოები გაფართოვდა სამხედრო ტექნიკის წარმოების მიმართულებით. ამან ბუნებრივად გააჩინა გარკვეული ასე ვთქვათ, სამუშაო ადგილები, ეკონომიკას გარკვეული ვთქვათ ბენეფიტი მოუტანა, მაგრამ ეს ყველაფერი ხდება იმის ხარჯზე, რომ სხვა მიმართულებების შემცირება ხდება და აქედან გამომდინარე ხო, ანუ ამას ემატება ეს ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები, რუსულ ნავთობზე სანქციების დაწესება და ასე შემდეგ და ეს ერთობლიობაში ასუსტებს რუსეთის ეკონომიკას და ისეთი მედეგი აღარ არის, როგორც იყო ეს თქვათ 2022 წელს. აქედან გამომდინარე გრძელვადიან პერსპექტივაში თუ მოვლენები ამ სცენარით განვითარდა და ისე გაგრძელდა, როგორც დღეს მიმდინარეობს და უკრაინის უპირატესობა გაიზარდა, ხო, ანუ რუსეთი საბოლოო ჯამში ალბათ ლოგიკურად მიაღწევს იმ ნიშნულს, როდესაც ძალიან გაუჭირდება ომის წარმოება უკრაინასთან მიმართებით და მოუწევს უკან დახევა და გარკვეული პოზიციების, ასე ვთქვათ, პოზიციების დათმობა. ამ სიტუაციაში, რა თქმა უნდა, რუსეთი დასუსტება ასევე თავისი საგარეო პოლიტიკური ბერკეტების გამოყენების მიმართულებით და აი აქ უკვე შეიძლება ახალი შესაძლებლობების ფანჯარა გაჩნდეს ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც ვართ ჩვენ, რომ გამოვიყენოთ და აი როგორც ბალტებმა გააკეთეს, ასე ვთქვათ, შევასწროთ ევროკავშირში და ნატოში რუსებს ისე, რომ დიდი, ასე ვთქვათ, არ მოგვიწიოს დიდი ფასის გადახდა ამაში, იმიტომ რომ რუსეთი რომ დასუსტეს, ხო, ანუ ეს იქნება დროებით ისტორიამ არაერთხელ გვაჩვენა რუსეთის დასუსტების პერიოდები, ამ პერიოდებში რუსეთი დასუსტების პერიოდებში გარკვეულ კრიზისს განიცდის, მაგრამ ამ კრიზისის შემდეგ ის კვლავ ძლიერდება და კვლავ იკრებს ძალებს და სწორედ ეს ფანჯარა თუ გაიხსნა შესაძლებლობები, როდესაც ჩვენ შევძლებთ ერთი მხრივ ევროკავშირის წევრები გავხდეთ და მეორე მხრივ ნატოს წევრები გავხდეთ რუსეთის მოძლიერებისთვის უკვე ჩვენ იმ დონეზე ვიქნები წარმოდგენილები, რომ გარკვეული უსაფრთხოების გარანტიები გვექნება და აღარ გვექნება იმის შიში, რომ რუსეთი თქვა თავზე დაგვესხმება რა. ეს არის მარტივი პრობლემა არ გვექნება. ამიტომ არის, რომ დღესდღეობით რუსეთის ინტერესებშია, რომ საქართველოში იყოს გარკვეული მართვადი ქაოსი, იმისთვის, რომ საქართველო ვერ შედგეს განვითარების ლიანდაგებისთვის და ვერ მომემზადოს ამ ფანჯრისთვის. მე დარწმუნებული ვარ, რუსეთშიც არსებობს ის სცენარი რუსეთის დასუსტების და მაქსიმალურად უნდათ, რომ ეს დასუსტების პერიოდშიც კი მაგათი თქვა საგარეო პოლიტიკა, ჩარევის პოლიტიკა ეფექტურად იყოს განხორციელებული.
და ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ აი ეს ფანჯარა თუ გამოჩნდა და როცა გამოჩნდება, მზად ვიყოთ იმისთვის, რომ სწრაფად მოვახდინოთ რეაგირება ჩვენ უკვე ყოველთვის. გუში უნდა დაგვეწყო მომზადება იმისთვის, რომ მზად ყოფილიყავით აი ამ ფანჯრის ღია ფანჯრის დროისთვის. სამწუხაროდ დღეს ჩვენ ფაქტობრივად გაჩერებულები ვართ ამ მიმართულებით. არაერთი გამოწვევის წინაშე ვდგავართ და არ იდგმება კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის, რომ განახორციელოთ ისეთი რეფორმები, რომელიც დაგვაახლოვებს ჩვენ ევროკავშირის და ნატოს სტანდარტებთან. და ეს სიტუაცია თუ არ შეიცვალა, ნამდვილად დგება იმის საფრთხე, რომ როდესაც ეს მომენტუმი დადგება, ჩვენ ვერ გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობების ფანჯარა და ვერ მივახციოთ იმ შედეგს, რა შედეგიც თქვათ ჩვენს ეროვნულ ინტერესებში არის. ისტორიაში არსებობს არაერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ არ გამოუყენებიათ ქვეყნებს ასეთი ტიპის შესაძლებლობების ფანჯარებში და ძალიან არ მინდა რომ სწორედ ამ ქვეყნების სიაში ჩვენც აღმოჩნდეთ, იმიტომ რომ ამის რეალური საფრთხე ნამდვილად არსებობს დღევანდელი გარემოს გათვალისწინებით. და რა ინსტიტუციური მიმართულებით კონკრეტულად რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას იმისთვის, რომ საქართველოს იყოს მზად, ანუ რა მიმართულებებით არის საჭირო? პირველ რიგში ეს არის დემოკრატიულ ჩარჩოში დაბრუნება საქართველოსთვის. უნდა გაგრძელდეს ის რეფორმები, რა რეფორმებიც გათვალისწინებულია იგივე ასოცირების შეთანხმებით და უნდა გაიხსნეს უშუალოდ მოლაპარაკებების პროცესი ევროკავშირთან. მოლაპარაკებების გახსნა გულისხმობს ეგრეთ წოდებული თავების ჩახურვას და იმ თავებში გაწერილი არის კონკრეტულად რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ ჩვენ იმისთვის, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრები. თან ეს პროცესი არის ურთიერთდამოკიდებული, იმიტომ რომ შენ ძალაუნებურად მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული ეს რეფორმები, ევროკავშირიც გეხმარება შენ ფინანსურად და ტექნიკურად იმისთვის, რომ იმ სტანდარტებს გაუთანაბრდე, ხო და როგორც კი მოხდება ჩვენი, თქვათ, დაბრუნება იმ სტატუს-კვოს აღდგენა, რაც იყო თუნდაც 2023 წელს, როცა ჩვენ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, ხო, ანუ ამ პერიოდიდან საჭირო არის ინსტიტუციური რეფორმები, დემოკრატიული რეფორმები, რაც თავარია მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირება, ევროკავშირის კუთხით მედეგი ეკონომიკა, ისეთი რეფორმების გატარება, რომელიც ჩვენს ეკონომიკას მდგრადობას და მედეგობას შეძენს. ნატოს ხრივ ასევე უნდა გავაგრძელოთ ჩვენ ინსტიტუციური რეფორმები, ვფიქრობ, რომ უნდა გაიზარდოს ბიუჯეტი და სამხედრო კუთხითაც უნდა განვითარდოს მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კრიტერიუმი ჩვენ უკვე ვაკმაყოფილებთ ნატოს მოთხოვნებს, მაინც ესაჭიროება პოლიტიკურ კომპონენტში, ასე ვთქვათ, განვითარება და თუ ვთქვათ ეს ყველა რეფორმა თუ საქართველოს დაუბრუნდება ძველ გეს რა გეზეც იდგა 2003 წელს, 2023 წელს და გააქტიურებს ამ ნაბიჯებს საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ჩვენ შევძლებთ, რომ მზად ვიყოთ აი ღია ფანჯრისთვის, რომ შევიდეთ ამ ფანჯარაში და შევასწროთ რუსებს. თუმცა თუ არ გამოვიყენეთ, ეს ალბათ ამას ძალიან მძიმე შედეგები ექნება გრძელვადიან პერსპექტივაში, იმიტომ რომ ჩვენ თუ დავში თუ არაფრო და რუსეთი გაძლიერდა, მაშინ უკვე გარდაუვალი იქნება ჩვენი შთანთქვა რუსეთის მიერ. ეს არის მწარე რეალობა სამწუხაროდ, თუმცა მე იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში მაინც მოხდება ცვლილებები ჩვენ ქვეყანაში, მოხდება ეროვნული კონსოლიდაცია და ჩვენ შევძლებთ რომ დავუბრუნდეთ იმ გზას, რაც არის ჩვენი ისტორიული არჩევანი. და კიდევ ერთი თემა, სანამ ბოლოში გავალთ, არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ იმ მითიურ სამყაროს, სადაც ჩვენ უკვე გუშინდელიდან ვემზადებით ამ ფანჯრისთვის, ვთქვათ, დაიწყო მუშაობა. შენი აზრით, რამდენად მზად არის თვითონ დასავლეთი იმისთვის, რომ აი ამ კონფლიქტის შემდეგ გაფართოვდეს? არის რამე ინდიკატორები დასავლეთის მხრიდან, რომ აპირებს ევროკავშირი გაფართოებას, ნატო გაფართოებას? როგორ არის, იცი, ეხა ბევრი რამ დამოკიდებულია პოლიტიკურ კონიუნქტურაზე. ეხლა ფინეთის მაგალითი რო ავიღოთ ნატოში ინტეგრაციის, ხო, ანუ ფაქტობრივად 2022 წლამდე შეჩერებული ქონდა ნატოს გაფართოების პოლიტიკა, მაგრამ შეიცვალა ვითარება და უცებ მოუწია შესვლა ნატოში, ხო, ანუ იგივე აი ისტორიას რო გადავხედოთ, ხო, თურქეთის გაწევრიანება ნატოში სტრატეგიულად გახდა მნიშვნელოვანი და მიუხედავად იმისა, რომ რეფორმების კუთხით თურქეთი არ იყო შესაბამისობაში ნატოს სტანდარტებთან, ის მაინც გახდა წევრი, იმიტომ რომ ამის პოლიტიკური და გეოპოლიტიკური აუცილებლობა დადგა. ამ შემთხვევაშიც ახლა ჩვენ ხედავთ, რომ ევროკავშირმა შეცვალა თავისი პოზიციები და ახლა აქტიურად ლობირებს გაფართოებას 2030 წლისთვის და ამის ნათელი მაგალითი არის უკრაინა და მოლდოვა. ახლა უკრაინის კონტექსტიც გაცილებით უფრო რთული არის ვიდრე მოლდოვის კონტექსტი, იმიტომ რომ უკრაინა ჩართული არის ომში, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ კონფლიქტის გადაჭრის შემდეგ ისევ და ისევ
ევროპის ინტერესებშიც იქნება, რომ უკრაინა გახდეს მაგათი წევრი, იმიტომ რომ მაგ დროისთვის უკრაინამ თუ გაიმარჯვა ომში, ის იმდენად ძლიერი იქნება სამხედრო კუთხით, რომ ის შეიძლება რეალურად ევროპის უსაფრთხოების არტერიაც გახდეს თავისი სამხედრო მომზადების კუთხით, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ და შენს დამეთანხმები ალბათ ამაში, რომ ჯარი მაშინ ძლიერდება და შენი სამხედრო შესაძლებლობები მაშინ ძლიერდება, როცა შენ ომში მონაწილეობ. ხო, ანუ ეს არის დიდი გამოცდილება, რომელიც ასე ვთქვათ, გამომრძმედა ხდება შენი ჯარის. აქედან გამომდინარე ეს 2022 წლიდან დაწყებული გამოცდილება, ხო, ანუ მნიშვნელოვნად ზრდის უკრაინის სამხედრო შესაძლებლობებს და ისევ და ისევ ევროპის ინტერესებში არის, რომ მათი წევრი იყოს უკრაინა და გააძლიეროს ისინი თავისი სამხედრო კუთხით და ერთგვარი ზღურბლი გახდეს სამხედრო ევროპისთვის. და ანუ საქართველოს როლიც აქ ძალიან მნიშვნელოვანია იგივე შუადერეფნის კუთხით და იგივე ენერგოუსაფრთხოების კუთხით. 2022 შენობა ჩვენ ვნახეთ რამდენად მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა ევროკავშირი ენერგომომარაგების კუთხით, იმიტომ რომ მეტწილად ის დამოკიდებული იყო რუსულ ენერგორესურსებზე, თუმცა ნელ-ნელა დაიწყო ჩანაცვლება და ერთადერთი ალტერნატიული უახლოესი და ყველაზე სტაბილური გზა სწორედ შუადერეფანზე გადის, სადაც შესაძლებელი არის ენერგორესურსების ცენტრალური აზიიდან, კასპიიდან ევროპის მიმართულებით მიწოდება. ამას ასევე ადასტურებს ამერიკის ჩართულობაც რეგიონის განვითარებაში. იგივე ტრამპის გზა, იგივე ტრიპის დერეფანი და ჩვენი რეგიონი ძალიან მნიშვნელოვანი არის და სწორედ ამ სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, ხო, ანუ ვფიქრობ, რომ ევროპის ინტერესებში უნდა იყოს ჩვენი გაწევრიანება როგორც ნატოში, ასევე ევროკავშირში, მაგრამ ამას თავისი წინაპირობები აქვს. ნამდვილად არ ჭირდება არც ევროკავშირს, არც ნატოს ისეთი მოკავშირე, რომელსაც დემოკრატიის დონე ძალიან დაბალი იქნება და აქედან გამომდინარე, აქ უკვე სომხეთი ჩნდება მოთამაშეთ რეგიონულ მოთამაშეთ და თუ ჩვენ არ დაუბრუნდებით იმ ნიშნულს და არ გავაგრძელებთ დემოკრატიულ განვითარებას, რა თქმა უნდა, ეს შემაფერხებელი ფაქტორი იქნება და ამას შეიძლება ჩვენს ინტეგრაციულ პროცესზე ისეთი მძიმე გავლენა მოახდინოს, რომ საერთოდ აღარ გავწევრიანდეთ ევროკავშირში და ეს ფანჯარა რაც შეიძლება გაიხსნას, ამაზე ეს ვერ გამოვყენოთ, რასაც გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენთვის ნამდვილად მძიმე შედეგები ექნება ჩვენი ქვეყნისთვის. კი ბატონო. და ბოლო კითხვის სახით ამას დავსვავ, რომ დასავლეთის მზაობისთვის მზაობა, რუსეთის დასუსტებისთვის მზაობა ეს რა თქმა უნდა ახლა ილუზია რო ვთქვათ რომ მიმდინარეობს, მაგრამ აქ არის კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა, ჩემი აზრით, რუსეთის უხილავი ვეტო. მას შეიძლება არ ქონდეს სამხედრო შესაძლებლობები, მას შეიძლება დიპლომატიური ბერკეტი არ ქონდეს, მაგრამ ის პოლარიზაცია რა საზოგადოებაში ეს დაძაბულობა ძალიან მარტივად რო ვთქვათ, დასავლური ინტეგრაციის პოლიტიზაცია. ანუ ეს თითქოს პოლიტიკური პარტიების რაღაც პარტიული არჩევანია და არა ქვეყნის გადარჩენისთვის ერთადერთი ხელშესახები და მნიშვნელოვანი მიმართულება. რაღაც თემების შემოტანა თითქოს ნეიტრალი და ჩვენ ჩაწერილი გვაქვს ამ თემაზე ერთი ეპიზოდი, მაგრამ რა შეიძლება ამ ინსტიტუციური განვითარებების და ყველაფრის ფონზე, რაც არის საჭირო იმისთვის, რომ ჩვენ ამ ფანჯრისთვის მოვემზადოთ, რა უნდა გაკეთდეს ასევე იმისთვის, რომ ეს უხილავი ვეტო დავძლიოთ და რასაც აუცილებლად სავარაუდოდ გამოიყენოს, თუნდაც საინფორმაციო ოპერაციების მხრივ, დეზინფორმაციის მხრივ და შიდა არეულობების მხრივ. რა თქმა უნდა, ჩვენ პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, სახელმწიფო უნდა შეიმუშაოს ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ სტრატეგია, რაზეც წლების განმავლობაში მიმდინარეობდა საუბარი, თუმცა საბოლოოდ ჩვენ ამას ვერ მივაღწიეთ. ამას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ფაქტობრივად დღეს თუ ჩვენ არა ვართ პირდაპირ სამხედრო დაპირისპირებაში რუსეთთან, რუსეთი ჩვეულებრივად ჩართული არის ჩვენთან ჰიბრიდულ ომში და ფაქტობრივად ყველა მის ელემენტს იყენებს ჩვენს წინააღმდეგ, ხო? აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა ვიმუშაოთ საზოგადოებასთან და საზოგადოების მედეგობის ზრდა არის ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედი იმისა, რომ სწორედ ასეთი ტიპის დაჯგუფებების, ვინც ავითარებს იგივე ნეიტრალიტეტის იდეას და სხვადასხვა ჰიბრიდული ომის ელემენტს იყენებს საზოგადოების წინააღმდეგ, ხო, ანუ მაგას ვებრძოლოთ ჩვენი მედეგობით და ვებრძოლოთ პროპაგანდას და დეზინფორმაციას, რა თქმა უნდა, კანონიერი მეთოდებით და საზოგადოების სიმართლე მივაწოდოთ. ახლა ჩვენს რაც შეეხება ჩვენს ევროპულ
ავტომატურ ინტეგრაციას, ხო, ანუ ეს არ არის რაღაც ხო ხდები სიახლე ჩვენთვის, ხო? ანუ ჩვენ ვართ ქართველები, ავტომატურად ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ ქრისტიანები და ქრისტიანობა ავტომატურად ნიშნავს დასავლური ცივილიზაციის ნაწილს, ხო და ჩვენ კი არ მივდივართ რაღაც ინსტიტუტისკენ, არამედ ჩვენ მივდივართ ჩვენ ისტორიული არჩევნისკენ, ჩვენ ისტორიული ადგილისკენ, რაც არის ევროპა და ევროკავშირი ამ შემთხვევაში არის საშუალება, რომელიც ჩვენ გვაბრუნებს ჩვენს ისტორიულ ადგილას. ეს არის და თუ ხალხს ეს უნდა უფრო კარგად გავაგებინოთ, იმიტომ რომ ჩვენ კი არ შევდივართ ევროკავშირში რაღაც კონკრეტული ეკონომიკური ბენეფიტების გამო. ჩვენ შევდივართ მანდ იდეოლოგიურად, იმიტომ რომ ჩვენი იდეოლოგიური ღირებულებები, რაზეც დგას ევროკავშირი და დასავლეთი, ხო, პირდაპირ ემთხვევა ერთმანეთს და საუკუნეების განმავლობაში იგივე თავისუფლება, დამოუკიდებლობის სიყვარული და ასე შემდეგ, ხო, ანუ იყო სწორედ ის ელემენტები და რა თქმა უნდა ქრისტიანობა, რაზეც დგას დასავლეთი, ხო, ანუ ეს იყო მთავარი შემადგენელი ნაწილები, რატომაც ჩვენ ვიყავით ევროპის ნაწილი და ეხლა ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია არის ჩვენი ცივილური არჩევანი და დაბრუნება ისტორიულ ადგილას და არა რაღაც ორგანიზაციაში ან გაერთიანებაში გაწევრიანება და თუ ჩვენ მოვახერხებთ, რომ ერთი მხრივ საზოგადოების ცნობიერებას ავწევთ, მეორე მხრივ შევებრძოლებით ამ ანტიდასავლურ ნარატივებს ძალიან ეფექტური გზებით და საბოლოოდ შემუშავდება ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ სტრატეგია. ხო და რა თქმა უნდა ეროვნული საფრთხეების სტრატეგია და საფრთხეების შეფასების დოკუმენტიც უნდა შესაბამისობაში იყოს მოყვანილი იმ რეალობასთან, იმ საფრთხეების გარემოსთან, რა გარემოში დღეს ჩვენ ცხოვრობთ. ასევე მნიშვნელოვანი არის ის გარემოებაც, რომ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების საკითხიც იდგეს დღის წესრიგში. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ყველა ომი ხო ვიცით სრულდება მოლაპარაკებებით და რუსეთ-უკრაინის ომიც დასრულდება მოლაპარაკებებით დასავლეთსა და რუსეთს და უკრაინას შორის და მე ვფიქრობ, რომ ამ ბოლო წლების განმავლობაში იყო შანსი, რომ საქართველოს ოკუპაციის საკითხი ასე ვთქვათ ჩამჯდარიყო უკრაინის საკითხთან ერთად და ერთ პაკეტად ყოფილიყო განხილული და ვფიქრობ, რომ ეხაც არის ამის შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, როდესაც ეს მოლაპარაკებები დაიწყება, ხო, ანუ საქართველოს საკითხიც თუ იდგება დღის წესრიგში და ერთ-ერთი მოთხოვნა იქნება რუსეთის მიმართ დასავლეთის მხრიდან, რომ მოხდეს ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია, ხო, ანუ აქაც შესაძლებლობის ფანჯარა იხსნება იმისთვის, რომ ეს პრობლემა იქნას გადაჭრილი და მაგიტომ ამბობ ხოლმე, რომ უკრაინა არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის იბრძვის დღეს, არამედ ის იბრძვის ევროპული უსაფრთხოებისთვის და ის იბრძვის ასევე საქართველოსთვისაც. ძალიან დიდი მადლობა. ვფიქრობ ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა, ბევრისთვის დასაფიქრებელი საუბარია, იმიტომ რომ ყოველი წუთი რაც გადის იმის გარეშე, რომ ჩვენ რაღაც კონკრეტულ რეფორმას ვაკეთებთ, ან რაღაცას ვაკეთებთ იმისთვის, რომ მოვემზადოთ იმ ფანჯრისთვის, რაც შეიძლება ძალიან მალე გამოჩნდეს, არის დაკარგული დრო. და ძალიან სამწუხარო და მტკივნეულია ეს ფაქტი. სამწუხარო არის ასევე წინაწლები, გასული წლებიც, როდესაც არაერთი შესაძლებლობა იყო, რომელიც ვერ გამოვიყენეთ, განსაკუთრებით 2022 წლიდან მოყოლებულიც უფრო მეტი შესაძლებლობა გაჩნდა, ეხლა მაგალითად 2021 წელს ჩვენ ვერ წარმოვიდგენით, რომ 23-ში კანდიდატის სტატუსის მიღება იქნებოდა შესაძლებელი, ხო, მაგრამ ისე დაალაგდა გეოპოლიტიკური გარემო, რომ ამის შესაძლებლობა გაჩნდა. ეხაც პროცესი მიმდინარეობს იქითკენ, რომ დიდი ალბათობით 2030 წელს ევროკავშირი შეძლებს გაფართოების ახალი ტალღის განხორციელებას, მაგრამ თავარი კითხვა არის, მოხდებით თუ არა ჩვენ ამ ტალღაში და თუ არ მოხდებით, ხო, ანუ სავარაუდოდ შემდეგი გაფართოების ტალღა ევროკავშირისთვის ალბათ ძალიან დიდი ხნის მერე დადგება და შესაძლოა მრავალი წელი დაჭირდეს იმას, რომ ჩვენ შევძლოთ და გავხდეთ ევროკავშირის წევრები. ასე რომ ეს პერსპექტივა შეიძლება ჩაგვაკეთოს თუ არ გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, მიმდინარე შესაძლებლობა მათ შორის, რაც დღეს არსებობს. კი ბატონო, და დავამატებდი, რომ მიუხედავად ყველაფრისა, არ გვაქვს იმის უფლება, რომ ვიყოთ პესიმისტები, არ გვაქვს იმის უფლება, რომ არ გავითვალისწინოთ სხვა ქვეყნების გამოცდილება, ბალტიის ქვეყნები ემზადებოდნენ საბჭოთა კავშირიდან გასვლის
მიღებისთვის და დასავლური სამყაროს ნაწილად გახდომისთვის, მაშინ, როდესაც ძალიან ბევრისთვის წარმოუდგენელი იყო კი, ანუ საბჭოთა კავშირის იმ დროს დაშლა. პერსპექტივაც არ იყო, აი, იგივე დაშლის შემდეგაც ხო, ანუ ჯერჯერობით აი უახლოს წლებში არ იყო იმის პერსპექტივა, რომ ბალტიის ქვეყნები გახდებოდნენ ევროკავშირის წევრები ან ნატოს წევრები, მაგრამ მათ გრძელვადიან და სტრატეგიულად შეხედეს ამ საკითხს და თავიდანვე დაიწყეს მომზადება, რომ ვინ იცოდა რა მოხდეს, ჩვენ უკვე მზად ვიყოთ ამისთვის და ნამდვილად ამ ამ სამუშაომ და ამ ხედვამ თავის შედეგი გამოიღო საბოლოო ჯამში და შეასწრეს რუსეთს და გახდნენ ნატოს წევრები და ეხლა აქვთ ისეთი მყარი უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც მათ რუსეთის წინაშე, ასე ვთქვათ, უსაფრთხოდ აღენებს კი ეხლა რაღაც ბოლო პერიოდში დადის არის საუბრები რომ რაღაც რუსეთმა შეიძლება ბალტიის ქვეყნებს დარტყმა მიაყენოსო, მაგრამ მე ამ ετაპზე ეს ნაკლებად სავარაუდოდ მიმაჩნია. არა, ნუ გაცილებით უფრო დაცულები არიან, ვიდრე იქნებოდნენ, რომ არ იყვნენ ნატოს წევრები. ისევ და ისევ რუსული დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხი იყო, რომელიც მოიცავდა ისეთ ნარატივს, თითქოს ნატო არ არის ერთიანი მეხუთე მუხლის კონტექსტში, მაგრამ ბოლო სამიძე კაფიოდ კიდე ერთხელ დადასტურა წევრი ქვეყნებისთვის, რომ ერთ წევრზე თავდასხმა ნიშნავს ყველაზე თავდასხმას და რა თქმა უნდა ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერი ნატოს წევრზე თავდასხმის შემთხვევაში მეხუთე მუხლი ამოქმედდება. და ეს იყო ალბათ გზავნილი რუსეთისთვისაც, იყო ალბათ კი არა და იყო გზავნილი, რომ თუ რუსეთი რაიმეს გადაწყვეტს ნატოს ქვეყნების კონტექსტში, ის აუცილებლად პასუხს მიიღებს. კი ბატონო, ვისურვებდი, რომ მალე მოგვეცეს შესაძლებლობა, რომ ის რეფორმები გატარდეს, რაც ჩვენ დაგვაყენებს, ასე ვთქვათ, იმ სწორ გზაზე რა გზაც არის, ერთადერთი გადარჩენის გზა ჩვენი ქვეყნისთვის. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, რომ ამ ეს თემები განვიხილეთ და ჩვენ მაყურებელს და მსმენელს დავანახეთ იმ პერსპექტივიდან და იმ პრიზმიდან, რა პერსპექტივიდან და პრიზმიდანაც ამას დარგი სპეციალისტები ხედავენ. დიდი მადლობა, რომ ბოლომდე გვიყურეთ. თუ მოგწონთ ჩვენი კონტენტი და არ გინდათ, რომ გამოგჩეთ სიახლეები ჩვენგან, გთხოვთ მოიწონოთ ჩვენი ვიდეოები, გამოიწეროთ ჩვენი YouTube-ის არხი და ასევე გამოყვეთ ჩვენ სოციალურ მედიაზე, Facebook-ზე, Instagram-ზე, TikTok-ზე. აუდიტორიის დაგროვებასთან ერთად ჩვენ გეგმავთ დავამატოთ სხვადასხვა ტიპის კონტენტი. ამიტომ თუ არ გინდათ რომ გამოგრჩეთ ჩვენგან სიახლეები, გამოიწერეთ ჩვენი სოციალური მედიის გვერდები. დიდი მადლობა რომ გვიყურებთ.